მოგესალმებით. პატა მოგესალმებით. ესწრებოდი შენი თამაში ავსტრიაში გაიმართა ასტონ ვილა და პარის სენ-ჟერმენი. შენ ესწრებოდი თამაშს თუ შენ ჩართე იმაში ფონზე? შენ ხო ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ახარ. როგორ გავიგოთ? მე მართლა არა ვარ ბატონო ეზო ფეხბურთის გულშემატკივარი, მეცაც გეტყვით, ისეთი დაღლილი მოდის სამსახურიდან, აი ლოგინის და დაძინების და დასვენების მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ ჩემმა მოსწავლემ ბილეთი მიყიდა და როგორც მე გამოგიგზავნეთ წიგნები, ესე გამომიგზავნა ეს ბილეთი და არ გადავაგდე ეს ბილეთი გვერდზე და წავედი ახლავს არის ჩემთან ზალცბურგი და წავედი კონცენტრირდი და წავედი. ისე უყიდია ბილეთი, რომ თვითონ სხვაგან იჯდნენ ალთას იჯდნენ და მე ვიჯექი ბალთას და ჩამსვეს კაპო ვერდეს, ვინც მოწინააღმდეგეები არიან რა, არათუ პესეჟელები, და ვერც გოლს გავიხარებდი, ვერც ვერაფერი ვიჯექი უყურებდი ამ თემას და მაგრამ მაინც ასე ამონა იყო, პირველად ნახე ხვიჩა კვარაცხელია, ცოცხლად მაინც ანუ ცოცხალი ტემპერამენტი მაინც სხვა არის, ის რაც ვიდეოებში ნახულობთ დამონტაჟებულში ეგ სხვა არის, მაგრამ ხო, ანუ აი როგორი ტიპია ორი სიტყვით ვიტყვი რა. თან ჩემს ცხვირ წინ გაიტანა გოლი, ისეთ ადგილზე ვიჯიქე პირდაპირ კართან და როგორ გააკეთა ეს გოლი, ცოცხლად რო უყურებდეთ, გაგიკვირდებოდეთ. და უფრო ზუსტად რო აგიხსნათ როგორი ტიპია. აი ძალიან ხიტრი ჭკვიანი ფეხბურთელია. დარბის ცოტას სტადიონზე ვერ შეამჩნევს. საერთოდ ვერ შეამჩნევს სად არის ხვიჩა კვარაცხელია. ვიდეო გამოსახულებით როცა ოპერატორები გამოამჟღავნებენ ვიდეო კადრებს ახლო რაკურსით, იქ სულ ყოველთვის ხედავ სად არის, როგორ არის და რაღაც შევჭრება გაქვს, რომ აქ არის და რაღაც პროცესია. აი ღელე რო იტყვიან, აი კედელ, აი ეს ხაზში დარბის თავისთვის მშვიდად, არც ზედმეტად იღლება. არც ისეთი რაღაცნაირი იმეებით გამოირჩევა, რომ აი კაცმა თქვას, რომ ეს ძალიან სწრაფი ფეხბურთელიაო და უცებ საჭირო დროს, საჭირო მომენტში ბურთთან არის და გოლს იტანს. აი გაგიკვირდება წამში. აი ეს რაღაც მეგრული სიჭკვიანესი, ხიტრი, არ ვიცი რა დავარქვა, ეგ აქვს. კიდე შევამჩნი ის რომ მართლა ახალგაზრდა, ანუ მე უფრო ვიდეოებში სხვანაირად გამოიყურებოდა, აი ცოცხლად რო უყურებდი, აი ბავშვი არის. აი ბავშვი. ხო, 25 არის მართალი ხარ. და კარგია რომ ნახე რა, სტადიონი, ლამაზი სტადიონია, მე ვიდეოში რაც ვნახე, თან იქვე იყავი, რატომ უნდა გაუშვე ეგ შანსი ხელიდან, თან შენ დაკვირვებასაც გაგვიზიარები და აი გაგვიზიარე კიდევაც. გარკვეული ის არის არაორდინალური გაზიარება, არც უფრო მეტი რომ ბალიშიკი არ ახარ. ბალიშიკი რო ყოფილიყავი, ხა შენ კი არ მომყვებოდი ამას. შეხედე და ობიექტურად უყურებ რა, ესთეტიურად მუსიკოსი საქმე თქვათ სტადიონისა და დაიწყე კონცერტზე ვიყავიო. შენთვის კონცერტი იყო მართალია. ესე შეიძლება ხედვა. ხო რატომაც არა, ხედვა ესეთია კონცერტი. ფერმწერისთვის აი ხატვა რა, ესეთი გააჩნია ხო? და ახლა ფანატიკოსები ყვირიან, დედას იგინებიან რა, აი ისინი ვერც ტკბებიან რა. აი ამ რაღაც სანახაობით ხო? რაღაც თამაშია, მაგრამ რაღაც არის რა, ესთეტიკა სილამაზეა. ვინც გონიერი ადამიანი ის ყველაფერს ამას უქვემდებარებს ლოგიკას და ანალიზს. ახლა კი ჩვენი ახალის უნდა გაგაცნო ძალიან კაი ადამიანი და ისეთი კაი რაღაცები მითხრა აღთვალებულიყავი ღმერთის ხელით რა, ღმერთის სასწაულებს რომ ვიძახდით ამას. წინათ სასწაულები როგორ ჩანს, ისეთი პირდაპირ სასწაულები ბიბლიაში რო არ არის შეწყვეტილი, მაგრამ უნდა დაინახო ის სასწაულები ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ეს არ არის ტყუილი ხო? აი ლაშა თავარტკილაძე თუ გაქვს საშუალება ლაშა ბატონო ამერიკაში არის ახლა ჩემგან ცოტა დასავლეთით არის ეგა. დავილაპარაკეთ ლაშა ბატონო და ოდნავ თქვენი ენაწყლიანი ქართულითაც გააცანით თქვენ თავი ამ ხალხს ვინ ჩვენთან არის სხვა ქვეყნიდან. კი ბატონო, გამარჯობათ. ხია ლაშა ბატონმა რეზომ უკვე ორიოდე სიტყვით ჩემს შესახებ მოგითხროთ თავარტკილაძე, ასაკით გავხდები 40 წლის. როგორ მოგხვდით თქვენთან, როგორ მოგხვდით ბატონ რეზოსთან დღეს ქონა პირველი საუბარი და ცოტა დიდი შესავალი პროლოგის სახით თქვა წარმოვაჩინე, რომ იქამდე მისულიყავი რის თქმაც მინდოდა საბოლოოდ და რატომაც მივწერე პირადად რომ შემდგარიყო ჩვენი პირადი საუბარი და შემდეგ მომხდარიყავი ამ ჯგუფში. ჩემი შემხებლობა თბილისელი ვარ, თბილისში დაბადებული ვარ, ყოფილი სპორტსმენი ვარ. დღეს ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მე 6 წელია დაახლოებით.
სპორტით რა თქმა უნდა ნამოგზაურები მსოფლიოში და შემდეგ სპორტსაც მორაგბე ვიყავი და ჩემი პროფილი მაქვს ბექგრაუნდი მაქვს რაც შეეხება ქრისტიანობა ჩემთვის როგორც ხდება ხოლმე ბებიაჩემი ძალიან ისეთი მოშურნე ქრისტიანი დღემდე 96 წელს გახდება და ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად ჩემს აღზრდაში ბებიაჩემს და ეს როლი მიუძღვის. სადღაც 12 წლიდან ეკლესიაში ვარ მე და აი ძალიან ეს ჩემი სიახლე არ არის ასე ვთქვათ და ძალიან ახლოს და ეს ამდენი წელი ხო რომ მოთხოვთ 40-ის გავხდებით 40-ის გავხდები ეს ფიარ ჩამიგდია რა ასე ვთქვათ რა და ჯულის საქმეებს აღოსრულებდი ასე ვთქვათ რა. მონასტერთანაც გქონდა შემხებლობა 25 წლის საქართველოში თქვათ აი სისტემატიურად წელიწადში ორჯერ ჩასვლა დავიწყე დარჩენა და ეს თქვათ ეს გამოცდილების მიღებაც მივიღე. მაგრამ ისე მოხდა 6 წლის წინ ჩამოვიდი აქ რიგი მიზეზების და გამო არჩევანი და შემდეგ იმას არ ჩავშლი და როგორ მოხდი ბატონ ეზოსთან აი საუბარი დღეს პირველად შედგა ჩვენი და აი თქვენს ისმეთ უკვე ჩემს თხრობას და დაახლოებით 3 წლის წინ აი პატარა შეჭირება დაუშვა ღმერთმა ჩემს თავს და რო დაუშვა მალევე თვითონ მე გამომიყვანე მდგომარეობიდან მალევე ძალიან იმ ერთი დღის ესე თქვა შეჭირება იყო, მაგრამ მივხვდი რომ ის რომ დავიწყე ანალიზება ეხა ის რომ მოხდა ის შეჭირება, ესე იგი რაც რევიზია უნდა მომეხდინა, საკუთარი თავის გადამეხედა კიდევ ერთხელ რომ მასაც ვაკეთებ, თქვა სწორად ვაკეთებ თუ კიდე სხვა რაღაც უნდა სხვანაირად უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მე თქვა მე წიგნები და ხატები და ანახებთ მე თვითონ დილა საღამო ჩემ წლებია უკვე რა ესე ვცხოვრობ და თქვა ბავშვობიდან მარხულობ და ასე შემდეგ რა ეხა ჩემ სიახლე არ არის. ეს რომ მოხდა ეს პატარა შეჭირება რევიზია დავიწყე საკუთარი თავის და აი ღმერთმა დაიწყო მუშაობა და რა დაიწყო მუშაობა ხა მივხვდი რომ ბიბლია უნდა გადავშალო აი ესე გამიჩნდა ეს ჩემს არავის არ უთქვია რომ იცი რა შენ უნდა მოიძიო წერილი არავის არ უთქვია ხა იცით პრაქტიკა ხო ბატონი ზოგშირად უსოს ხოლმე ხას და მე არ გამეორდები მე შეგვიძლია ბოლოს აი თქვა ესეც დავიწყე აუდიო წიგნების მოძიება ბიბლიის და მივაგენი რა თქმა უნდა ქალბატონ მაიას ხმით გახმოვანებული ჯერ ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და თვითონ ხარისხი როგორც არის გახმოვანებული ხა ერთია გაახმოვანო და მერეა თქვა აი როგორ ახმოვანებ ხო ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დავიწყე ხა მოვინიშნე მე დავიწყე კვლევა თურმე ბიბლია ახალი აღთქმა ერთი წიგნი არ არის წიგნების კრებულია ხო თქვა იქ თქვა ძველი აღთქმა მე როგორც აი პარადიგმებში ყოფი ადამიანი ის ქრისტემდე ხარ რა ვიცი ხა იქ აიყო მე ქრისტიანი ვარ აი პარადიზი იხსნება ინგრევა ნენეო ეს ყველაფერი დავიწყე თურმე ეს წიგნების კრებულია ბიბლია და არა ერთი წიგნი შევედი აი ხალბატონ მაიასთან აი ბატონ რეზოსთანაც გვერდზე იყო მოვინიშნეს ყველა წიგნები და დავიწყე აი ბატონმა რეზომ პირად საუბარში აღნიშნა რომ მე სპორტის და ეს ჩემი სპორტული ბექგრაუნდი და მე ყოველთვის პირებით სამაგალითო დისციპლინირებული ვიყავი ყოველთვის მე სხვებს ვაძლევდი ამით მაგალითს და ეს ბევრ რამეში მეხმარება ცხოვრებაში იმიტომ რომ ამის გარეშე ხა სპორტი კი არა ზოგადად დისციპლინის გარეშე არაფერი წიგზეც ვერ იმუშაობ დისციპლინის გარეშე აქედან გამომდინარე ეს დამეხმარა რომ მოვინიშნე ეს წიგნები მივხვდი რომ მე ძველ აღთქმაზე საერთო წარმოდგენაც არ მაქვს და ამიტომ პირველი ეს ჩემი ეს აი 2 წელი ნახევარი ხდება დაახლოებით დავიწყე ძველ აღთქმაზე მუშაობა ეხლა ჩემი მუშაობა რა იყო პირველი იყო ტექსტუალური შემეცნება გაგება ტექსტის სიუჟეტის რა სიუჟეტია არა თუ ეხლა იმის მერე თქვა თეოლოგიური ძიება და კვლევა მუხლობრივი და გაშლა აი ეს პირველი თვეები ზუსტად ამას დაუთმე აი ყოველ დღე სისტემატიურად ჩემი თელი დღე შემეცნების აი სადამდე ტვინი მუშაობდა ის დრო რა თქვა აი ეს კონკრეტული დღე რამდენ საათსაც თავაზობდა ასე თქვა ჩემი საქმიდან გამომდინარე თუ მქონდა თქვა 10 საათი აი 10 საათს ხოლოდ ამას უთმობდი მეც აბსოლუტურად არაფერს მე აი საერო მუსიკა რა ყველაფერი წავშალე ყველაფერი ყოველ დღე დავიწყე აი ამ წიგნების მიყოლა ქრონოლოგიურად პირველი მეორე მესამე და ჩემი სანიში და მუშაობა დავიწყე როგორც ხდება რაღაც სიუჟეტზე უკვე წამდგენ რომ შემექნა მივხვდი თორმე რომ პირველ რიგში ჯერ ძველ აღთქმას თუ არ იცი აბსოლუტურად ჯერ ქრისტიანობას ვერ გაიგებ ამას ეხა მე უბრალოდ კადრებაში არ ჩამოვართ უბრალოდ რომ თლიანი სურათი წარმოვაჩინე იმიტომ ცოტა ფართოდ საუბრობ ასე თქვა და
გავიდა ეხა თვეები რომ დაახლოებით სიუჟეტს უკვე ყველა წიგს რომ შევემეცნე სიუჟეტურად ისევ თქვა ეს ერთხელ არ იყო ერთხელ ხო რომანივით არ არის ხო თქვა და მოვყევ ისევ მეორე წრე მესამე წრე მე უკვე ნენელა დავიწყე გამიჯდა სიუჟეტი მივხვდი რა დაბადების წიგნიდან მოყოლებული ეს გავშალე ბოლომდე უკვე მე კავშირების დანახვა დავიწყე ამას უკვე ჩავანაცვლე ახალი ათმის წიგნი მომიტკიცა სახარებიდან მე მოციქულდა საქმე ისტორიული წიგნი აი რა ხდება როგორ მე ეპისტოლეებში ნენა აი ეს სიუჟეტთან მუშაობ გავიდა ერთი წელიწად ნახევარი ნენელა და უკვე აი შემეცნება ეს თეოლოგიური უკვე გახსნები კითხვები მებადება ამ კავშირებს ხედავ მე აი როგორც თქვა მე იგივე ხა პარადიგმებში როგორ გავხსნით ხა თქვა ინგლისურ ენოვან რამე განმარტებას ამ ვიდეოს რომ პროტესტანტულია ხო პირობითად და რა არის პროტესტანტული რა არის მართლმადიდებლური ეგეც ხო და ჭეშმარიტება და ეს ქრისტეს სიტყვა დავიწყე ხა მე ინგლისური კარგად ვიცი სხვა ენებიც და ენებთან კარგად ვარ და დავიწყე ინგლისური რაც ყლევა მოვიცი უამრავი განმარტებები თუნდაც მულტიპლიკაციურად გაკეთებული რაც აი განმარტავს ამის დახმარება დავიწყე და ნენელა გაშლა ამ ყველაფრის მე უკვე რომ ეს გავიდა ეს პერიოდი უკვე წელიწად ნახევარი ასე ვთქვათ მოვედი უკვე მივხვდი რომ უკვე დოქტრინალური კითხვები მიჩნდება უკვე ხვდები რომ რომელთანაც ეპისტოლეში ხარ რაც წერია კი ხვდები მაგრამ ვერ ხვდები რა ბოლომდე ასე ვთქვათ რა ვერ ვხსნი მე ბატონეზოს უთხარი მანამდე პირად საუბარში აი პირველად როდესაც მოვინიშნეს წიგნები ფოლდერებად მე შევედი ბატონეზოსთან გვერდზიდან რაც ამდენმე თქვა საუბარს მოვისმინე და არ გავყევი ასე ვთქვათ რა დავყოლდი რა და იმ მომენტში მე არ ვიყავი მზად მოდი ასე ვთქვათ რა და უკვე ეს დოქტრინალური კითხვები რომ გამიშთა მოვედი ეს რომელთან ხვდები რომ უკვე უნდა აი გავხსნა რა ასე ვთქვათ იმიტომ რომ მე ვთქვათ შეიძლება ის და გვაით რომ შემიძლია ვინიშნავ ციტატებს ვიწერ ამ კავშირებს ხვდები უკვე იხსნება ეს ყველაფერი მაგრამ კითხვები პირველ და ჩემი აი საბოლოო აი ეს უკვე გარდაქმნა რომ დაიწყო ეს ნობიერების ბოლო აი გახსნა იყო ხედავ რომ ამ პროტესტანტულ ინგლისურენოვან განმარტებაში თურმე ივანეს სახარებაში სიტყვა წმენა არის 98-ჯერ წარმოჩენილი და ხები რომ განმარტების მიხედვით კოინეში ბერძნულში ეს სიტყვა წმენა არის პისტეო რომელიც არის ზმნა აი ხა კითხვა ანუ რას ქვია ზმნა კითხვა გამიშთე ხა მე ქართულში წმენა ამის საერთოდ არც დამბადებია კითხვა რომ წმენა თურმე შეიძლება ზმნა იყოს და არ არსებით სახელი. ანუ რას შვება და არა რა. ვა გამიშთა მე სინოპტიკურში გადავხედე იქი და იქ ერთი 34 ჯერა პისტის და მეორე 26 ჯერ. ეხა ის მოვდივარ ამ რომაელთან მიმართ ეპისტოლეში ეს კითხვები ზმნა წმენა რას აკეთებს ეს წმენა და მე მოვიშველე აი შემოვიდი მე ბატონ ეზოსთან და უკვე დავიწყე მოვინიშნე ლექციები ამ ყოველ წიგნის და რომელთა მიმართ განმარტებით დავიწყე. აი თავ მივყევი ესე. მე მივყოლი გალატელთა და გამიხსნა რა ჯულის საქმეები რა არის მე უკვე ძველათმას უკვე რო ვახსენე შევიხე თქვა ეხლა იქ 613 კანონი 10 ცნება ის თეოკრატიული წყობა ისრაელის ეს ჯული რას მოიცავდა ჯულის საქმეები რა იყო თქვა იქ ხო იქ მიეცა ზნეობრივი მორალური კოდექსი ღმერთისგან რიც უნდა მართულიყო და ასე შემდეგ დაახლოებით მაგრამ აი ჯულის საქმეები წმენა კაცი წმენით გამართლება ეხლა აბრამის უკვე ხო დაბადების წიგნში ხა ის ხრობა ვიცი ხვდები მაგრამ ვერ მარტავ და აი ბატონეზოს გვერდზე ნატალიას თორმე შეიძლება უკვე მივყევი მუხლობრივად და გამიხსნა რა ეს წმენა რას ნიშნავს თორმე წმენა არის მოსმენიდან მე-10 დღეს თქვი ფორმალთან ეპისტოლეში რომ წმენა მოსმენისგან მოსმენა ქრისტესგან და მივხვდი რომ თორმე ქრისტეს სიტყვა არ მოვისმინე და მე ჩემი თავისუფალი ნებით არ ვერ წმუნე და დავიჯერე და ამის საფუძველზე არ მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია იმ დოქტრინის რასაც მე ქრისტემ თავაზობს და მეუბნება აქთან გამომდინე არ მოხდება ჩემი ცვლილება და მე არ გაცოცხლდება ეს ზმნარწმენა და არა არსებითი სახელი წმენა და ეს წმენა ზუსტად აი დოქტრინალურად აი რომელთა მიმართ აი ბატონეზოს უთხარი რომ აი ეს მოხდა და აი თქვა კვირების წინ აი ალბათ ერთი 20 წუთი ცრემლები მომდიოდა რა ეს ახტაცებები მე ბევრი მქონა იმიტომ რომ თქვა აი უკვე ეს ახარებები რომ მეხსნებოდა ეს სიღრმეები თეოლოგიური ბევრჯერ მქონია მაგრამ აი ეს რო გაიხსნა აი 20 წუთი ცრემლები მომდიოდა რა და მე ხა პირდ საუბარში უკვე თქვა ჩვენ ვისაუბრეთ და ბატონეზოსთან ვისაუბრეთ ცოტა აი ესე ბატონეზო ცოტა გზელი პროლოგი გამომივიდა და ამიტომ მომიტევეთ უბრალოდ
ლაშა ძალიან საინტერესოა დამოწმება არის ეგადა თითოეულ ჩვენთანაც ეგ ჭირდება ვინც ავართ გამაგრებული გვამაგრებს ვინც ახლა ფეხადგმულია იმასაც წაახალისებ თან კარგად გაშალეთ ძალიან მოკლედ მთელი ბიბლია ხო და ყოჩახ რა რომ აი ესეთი სასწაული არის ხო ეს ხო ისეც გითხარით როგორ მოხდა თქვათ მართლმადიდებლობის შერყევა თქვენში იმიტომ რომ დისციპლინირებული ყავით ჯეროდათ ბებია მიყვებოდით და რა თქმა უნდა ბებია მისი არის ახლა ბიბლია ის რწმენის ქალი არის და ესე იყო ბებია ჩემიც როგორ მოხდა მე მაგის აი თქვათ ჩანაცვლება ხო ეს კი ნაწილობრივ ახლა მე კი გავიგე მაგრამ აი მართლმადიდებლობა როგორც ასეთი წინააღმდეგობას არ გიწევდა ის რაც ტრადიციით გადმოგეცათ თქვენ ხო დადიოდით რამდენადაც ვიცით მონასტერშიც იყავით მე აი ძალიან ისეთი გაი არ გამოიარეთ მე არა ხართ ხო ისეთ სიდან ჩამოფრენილი ხართ დაბადებული თბილისში და ძალიან კარგ ოჯახში და თან ისეთ უბანში სადაც ზოგიერთი ტრაბახობს მაგიმით ხო საქართველოს რა არის ვაკილე ვარ ისა ვარ პლეხანოველი და პლეხანოველები კიდე კრიმინალური ის იყო ხო და ესე იყო დაყოფილი როგორ მოხდა ეს მართლმადიდებლობასთან აი ეს როგორ ამოტრიალთა შეგიძლიათ ეს მითხრათ კი ბატონო მე პირველი თქვენთან პირად საუბარში აღვნიშნე მე ამ პარადიგმებში როგორც რომ ქართველი მაშასადამე მართლმადიდებელი აი ამ პარადიგმებში ეს რას ნიშნავს მე პირიქით კაც ყველა რამეს ვინმეს არც მოკლედ მხოლოდ ქართულ ეკლესიაში ცდილობდი ხოლმე რომ მოვთავრიყო კითხვაც არ გამჩენია რომ მოდი იმიტომ მე რუსული ძალიან კარგად სხვა ენების თქვა მე რუმინეთში რუმინული ძალიან კარგად ვიცი ინგლისური ძალიან კარგად ვიცი წერა კითხვით და ენებთან კარგად ვარ და არ მქონია არასდროს რომ იმიტომ რომ აი ქართული მივიდა ნუ ჩემს საკრამონი გაჩნდა რა ეს პროცესები რომ დაიწყო ჩემში ნუ მივხვდი რომ გავიდე მოკლედ და მოვხდი შტატ იუტაში ვიყავი პირველად სენ ჯორჯი ქალაქი ესეთი ამერიკულ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია იყო მე მოვხდი შტატი ლუივილში მე მოვხდი შტატ აიდაჰოში მე სხვა შტატებში და აი პირველი კითხვები ხა ხო დავიწყე იმიტომ მე 13 წლიდან ვიცი სად რო ყველაფერი ამ რიტუალებში ვიცი და ადამიანი ყველაფერი ხო აქ ჩემს ხა პირველად კი არ მოვხდი და 17-18 წლიანი გამოცდილებაა ხო ჩემი და დაკვირვება დავიწყე ხო ხტები ჩვენთან როგორ არის ყველაფერი და აქ როგორ არის ჩვენ წარმოგდგენებით როგორ არის ხო პარადიგმებში რომ თუ ქართული ან ჩვენ გონია რომ იმაშიც ჩვენ ვართ სამაგალითოები აი ჩვენ ვართ ყველაფერი სამაგალითოები იმ რიტუალებშიც რაც ჩვენთან ხორციელდება ხო ხე დავისარი პირველად იუტა შტატში დადგა ის მომენტი იცით საკვანძო როდესაც 60 ქულო და სახარება იკითხება გამოდის დიაკვანი და შემდეგ რა თქმა უნდა და კონკრეტულად გაწერილი კალენდრის მიხედვით შერჩეული ის ბიბლიური პასაჟები რომელიც ამორჩეულია იმას ის შემთხვევით არ არის ხო იმ სპეციფიკური დანიშნულება კონკრეტული კითხვია წარმოჩენი რომელიც უნდა დამუშავებულნას და იმის ირგვლივ უნდა მოხდეს დამუშავებული მოტანა ამ სიტყვის ზიარება ანუ თა სიტყვას რომ ეზიაროს ის ადამიანი ვინც მისულია ტაძარში ეხლა რას ხედავ რომ ეს პირველი გამოცდილებაა რომ ამ იუტაში ვარ პირველად ხედავ რომ მორჩა 60 ქულო სახარება და ახალგაზრდელი იყო სხვა შეეს გავისაუბრო ძალიან Father Michael ესე იყო მიქაელი თვითონ მოვიდა უცხო სახე რომ დამინახა მოვიდა გამესაუბრა ხა მე ამაში ვარ ქართველი მაშასადამე უკვე თან წამგონია უნდა ტაში დამიკეს ხო ეთქო ქართველი ვარ აი უნდა აი შენ ხარ ესე იგი სამაგალითო ქრისტიანი აი ესე მგოესე ვარ რა შინაგანად თუ გამესაუბრე ხა ის Father Michael ვისაუბრეთ ეს ვიღაცები დაждდნენ ვიღაცამ რა ხება ვერ მივხვდი აი უბრალოდ პრეზენტაციაზე მეც ვამზადებდი და გამოდიოდი ხოლმე ადამიანის წინაშე და ვიცი რასაც ნიშნავს როდესაც გამოდიხარ არ აქვს სიტყვა შენ ეს ბიბლიური პასაჟი უნდა განმარტო თუ ბიზნეს პროექტი უნდა წარმოაჩინო თუ არ აქვს ამას აბსოლუტო შენ ადამიანის წინაშე გამოდიხარ შენ პასუხისმგებლობაა და თვითუმეტე ღმერთის სიტყვა უნდა წარმოაჩინო ამაზე დიდი პასუხისმგებლობა მე ვერ ვხედავ სამყაროში და აქთან გამომდინარე ამ კუთხით ამაში გულისხმობდა Father Michael-მა ძალიან ემოციურად დამუშავებული მუსიკა მე ამ სიტყვაში ფიქრი და ეხლა ეს ჩემთვის პირველი იყო რა გადის სახურება ხედავ რომ ამ სიტყვა ჩემზე იმოქმედა ძალიან პირველად ინგლისური ხა წარმოვიდი მე რო ქართულად მომისმინა ეხლა მე სრულდა რა სახურება ჩაულე როგორც ხდება ხოლმე და მორჩა გამოვხო წარმოვიდი ხა ეს ფიქრი ხო დაიწყო ხა ეს ახალი ინფორმაცია იყო ჩემთვის და დავიწყე ამის ფიქრი კითხვების დასმა ხა ეს არ იყო თქვა 1 საათში ხა ეს პროცესია რა მე მოვხდი სხვა ტაძარში იგივე მე მოვხდი ამ ტაძარში
მერე მივხვდი რომ თურმე დავიწყე რომ ყველაფრის წყარო რაც კი ადამიანს ქრისტიანობაზე ამ ცოცხალი ღმერთის რწმენასაც შეეხება თუ კი რაიმე ინფორმაცია ჩვენ ლოგოსის სიტყვა გაგვაჩნია ხო ერთადერთი ცენტრალური წყარო არის წმინდა წერილი და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ ამის გარდა თუ შენ ეს არის მთავარი და მე აქედან უკვე რა არის ამოზრდილი ამას აქვს ნიშნობა და აი ეს ბატონო რეზო ნაწილობრივ თქვა გავეცი ესეც ასე თქვა ჩემის აზრით აქედან დაიწყო ეს კითხების დასმა და აქედან მე მივედი ყველაფერი ამის გასვლა შეგვიძლია ჩვენ თქვა აი მე რა კითხები გამიშთა და ეს პიაცაობაში აღნიშნე უკვე რა რომ ჩვენ იმაშიც კი რასაც რაღაცას ვარქმევთ იქაც ოროსნები ვარ სამწუხაროდ კი მე თვალყურს ვადევნებ და რა თქმა უნდა პირიქით მაგრამ ნუ მე ეს არათვისთვის არა როგორ დამალული იმიტომ რომ წმინდა წერილი ხო ჩემზე მე პირველკლასელი ვარ ჩათვალით და კადნიერებაში არ ჩავამართვათ მე აი პირველკლასელი ვარ რა აბსოლუტურად ყველაფერში ჩათვალეთ და ახლა ღმერთ პირიქით შენ ოღონდ მოინდომე და ეს ხო რომანი არ არის გადაშალი ამაში რატოა ეს სულიწმინდის მიერ ესე გადაწყვეტილი რომ ეს წიგნი ესეთი იყოს ეს არ არის ხო თქვა აი გადაშალე და კარამაზოვი გადაიკითხე თქვა შევიხარე თუ დიდი რომანი ორჯერ სამჯერ მიუბრუნდე მაგრამ ნუ 100ჯერ არ წაიკითხავ ხო იმიტომ რომ ნუ ის ამოწურავ რა ეხლა იმიტომ რომ და რატოა წმინდა წერილი ესე ზუსტად რომ შენ თუ ამაზე არ ყოველდღიურად არ იმუშავი რატო იმიტომ რომ ამ სიტყვაში უნდა განხორციელდეს შენი ცნობიერების ტრანსფორმაცია რომ ეს ყოველდღიური გახდეს შენ ამ წიგნზე უნდა იმუშაო და ამას მივხვდი რომ შენ არ აქვს ნიშნულობა სათყოფიერებს სათხარ რა გარეგნულ ფორმით ხარ წარმოჩენილი ნუ თუ ვერ უნდა მიხვიდე იქამდე რომ ეს არის მთავარი და ამაშიც კი ოროსნები ვარ თქვენ პირადსაუბარში აი თქვი ბატონ რეზოსთან და უბრალოდ აი წმენა და ტრანსფორმაცია რო წმენა სმენიდან მოდის და აი პატარა პასაჟს კავშირის მიღება დაბადების წიგნი მესამე თავში როდესაც გულზე უკეთრობა იწყება ხო ეს აი ამ კითხებში გავხსენი აი ეს დავინახე რომ გველი როდესაც მიდის ევასთან და მის დოქტრინას ხო ის აქცენტები მე აი ხო იქ თქვა რასეუბნე მაგრამ თავის დოქტრინას თავაზობს გველი და ევას თავაზობს თავის დოქტრინას და რას მოიცავს ეს დოქტრინა ეს დოქტრინა არ არის უბრალოდ წარმოჩენილი რაღაცა ამბავი და შენ ამას დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ ხო ანუ უბრუნდები რომ მე თუ დავიჯერე კარგი მჯერა და ეს მჯერა რჩება ჩემი არსებით სახელი ხო თქვა რა არა გველის თავაზობს დოქტრინას რომელიც ითვალისწინებს რომ შენ თუ ენდემის დოქტრინას გაითავისე შენი ცნობიერებამ თუ ამ სიტყვების შემდეგ განახორციელებს ცნობიერების ტრანსფორმაციას შენ ეს დოქტრინა გეუბნება რომ იმოქმედო აქედან გამომდინარე შემდეგ მე-6-ე მუხლია თხრობა ხო რომ თვალ წამტაცი იყო და საამური როდესაც შეხედავს ევა ნაყოფს ანუ ის ხე გველის მოსვლამდეც დგას მაგრამ ევა არ ხედავს ესე ხეს აქედან გამომდინარე მოისმინა გველის ესე იგი ამ სიტყვები ენდო შევიდა ამ სიტყვებში ევა მოხდა ამ სიტყვებიდან ევას ცნობიერების ტრანსფორმაცია და მერე წვიტავს ამ ნაყოფს აი მოდივარ ისევ აქეთ ამ ცოცხალ წმენასთან რომ ქრისტეს სიტყვაზე რომ მე თუ არ მოვისმინე ქრისტეს დოქტრინას სწავლებ თლიანად და არ ვენდე და აი აქედან არ მოხდა ტრანსფორმაცია ავტომატურად ჩემი საქმე არ იქნება წმენის საქმე იქნება რჯულის საქმე და აქედან არის რომ ჯული არა ჯულის საქმეებით არა წმენით გამართლების და მე იაკობის ეპისტოლეც ხო აი ზუსტად შესანიშნავად განმარტავთ ბატონო რეზო რომ ზუსტად მეორე თავი რომ ის საქმე წინააღმდეგობაში კი არ რომ ეს არამედ ეს რწმენა წარმოქმნის შემდეგ ის დაბადებული და ჯვარცმის დოქტრინა განხორციელებული შენში ის როდესაც სულიწმინდის მადლია შენში აი ის მადლი მოქმედებს და ის საქმე და არა ჯულის საქმე და აი პატარა ზუსტად დღეს მუშაობდი აი მათე სახარებე როცა ლევის გამოარჩევს იესო და შემდეგ საღამოს ვახშამი გაიმართება და ფარისევლები ვახშამი ესე მოწაფეებთან ერთად რომ მიდიან და აი ცოდვილებთან ერთად არის და ეს თავიდან და ბოლოს ხო რატო არ მარხულობენ ეუბნებიან შენი მოწაფეები იმიტომ რომ ფარისევლები და იოანეს მოწაფეებიც კი მარხულობენ და ეს პატარა ხო ორიგავს თავაზობს იესო რას ეუბნება რომ ძველ ტანის სამზე ახალ ნაჭერს არ აკერებენ და ძველ ტიკებში ღვინოს ანუ ესე იგი ისინი მე ეუბნებიან რომ ჯულის საქმის რატო აღასრულებენ და ხო ნიშანდობლივია იესოს ხო შეეძლო ეთქვა რომ აიცით ხო ნუ იმარხულებენ რა კი არა ეუბნება რომ თუ ტრანსფორმაცია არ მოხდა და შენ ახალი ტიკი არ გახდი და შენში მადლი არ შემოვიდა
შენ მარხვას აზრი არ აქვს, შენ ან ჯულის საქმეში იქნები და ავტომატურად აი თქვენ ერთ-ერთ საუბარში ამბობთ ბატონო რეზო, აი დღეს საერთოდ დღეში ერთხელ ჭამთ. მეც აი შინაგანმა კაცმა მოვთ, მეც აი დღეს შეიძლება აი საერთოდ არ ვჭამო. ანუ ეს ჩემი მარხვა ზუსტად ანუ ჯულის საქმე მე რასაც მანამდე მარხულობდი, ის იყო რომ ეს რო ეუბნებიან იესოს რატო არ მარხულობენ და იესო ზუსტად ამიტომ პასუხობს ესე რომ შენ ტრანსფორმაცია თუ არ განიცადე და შენში ეს ახალი ღვინო არ ჩაისხა, ხო აი შენი მარხვა იქნება ჯულის საქმე. აქედან გამომდინარე ეუბნება რომ შენ ჯერ ეს არის თავარი, რომ მე ის მარხვა ის ავტომატურად შენ მე მივხვდები დაამთავრე ლაშა. კი ბატონო, კი. დიდი მადლობა ბატონო, კი ბატონო. აი ხა მადლობა ღმერთს რომ ესე ჩაარაკრაკე, იცი? ოჩახ. კი ბატონო, დიდი მადლობა, ხო. არა, ცოტა კანიერებაშიც რო არ გამომივიდეს. კი ბატონო, ამიტომ ცოტა ესე პირველად ახლა ჩავერთებ. პირიქით, დიდი მადლობა და რომ ესე კანიერებაში არ ჩავმორთოთ ახლა მე პირიქით, მე უკვე არც ასაკის შესაბამისი მაქვს, რომ სიტყვის ბოზომვა და ასე ვიყოთ, აი წარმოჩენა მინდა და ყოველთვის ახლა თქვა აი პირველად ჩავერთე და მე თქვა რომ ისე სიტყვა ზუმცად მე თქვა, ხო? კი ბატონო. დიდი მადლობა. საინტერესოა, დიდი მადლობა თქვენი. ჩვენ პირიქით უფრო ასე ჩემთვის ახლა რაც ლაპარაკი როგორ არის, აი ყველაფერი ნაცნობია, იმიტომ რომ კარგად ვიცი ბიბლია და უცნობისთვის შეიძლება ეს იყო რაღაცა ესეთი ლამაზი სიტყვების განვადა. ჩემს ყველაფერი ესეთი მოგდევდი რა, აბა სად რა გადახრა იქნება თუ იქნება ისეთი რომ ამ კუთხით გისმენდით გამიგე და მადლობა ღმერთს როგორ მუშაობს მე მაგიმაუცებს ხო თქვენშიც ესეთი რაღაც ტრანსფორმირება და არის ნამდვილად არის ეგ არაჯერა ხალხს რომ ეს სასწაულს ახდენს სოფხედულობას აყალიბებს წვლის სოფხედულობას და მე ამ სამყაროში მაგის თვალებით ვხედავთ ხო ყველაფერს და ეგ არის რომ მე გადასვლაზე იქვე წარდგებით იმას ამ ყველას მოუწევს მასთან წარდგენა სპარტაკ უსმონდი ლაშა ბატონს რა სიტყვით სპარტაკ ბატონო ხო usmenit გესმით სპარტაკ ჩელი ოკი მე ვესალმები ლაშას ძალიან კარგი რესო ბატონო რა ვიცი აი როგორ გითხრათ აი რა ჩემთვის ძალიან ბევრი რამე ასე ვთქვათ ნაცნობი იყო საერთოდ როდესაც მეც დავიწყე რაღაცა ესეთი სულები ну რა თქმა უნდა ახლა მე იმას ვერ ვიტყვი რომ მე ჩემით იმას ვქენი ყველაფერი მე ყოველთვის თქვენ მოგდევდით ну მახსოვს ახლა ამას მე აღარ მოყვები ახლა ამ ისტორიებს და რა ვიცი რა უნდა ვთქვა ძალიან სასიამოვნოა ძალიან კარგია როდესაც ლაშამ ბძანა რომ ენები კარგად იცის იმიტომ რომ ამისათვის არსებობს ძალიან უამრავი ლიტერატურა ძალიან უამრავი ის და აი მე პირადად ამას ვიძახი იმიტომ რომ მე ძალიან დამეხმარა რა მე ძალიან დიდი დახმარება გამიიწია. Ну, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თქვენმა, ასე ვთქვათ, დაკვალიანებამ და შემდგომში თუნდაც იგივე კომენტარებმა, იგივე ლიტერატურამ, იმიტომ რომ თან ამერიკაშია ჩვენი ბატონი ლაშა და ну, რა ვიცი, ახლა ამერიკელებმა რო გასიეს ევანგელიზაცია და მათ რო აქვთ აი მართლაც კარგი ლიტერატურა, ამას ახლა ну, რა ვინო იტყვის, ვერც ერთი ერი მაგათ ვერ შეადრება, ამიტომ ძალიან კარგი საშხარულოა და რა ვიცი, აი უღრმეს მადლობა ღმერთს. ღმერთი აგროვებს ადამიანებს აბანახე რა ვიცი საერთოდ ვიცნობ ლაშას არ ვიცნობ ღმერთმა გამაცნო და ღმერთმა გააცნო ჩემი თავი მართალია თავიდან ცოტა გავჭიდა ჩემი მიღება და მე ვიცი რა არაერთი იმიტომ რომ როგორ არის ცუცეც რა მოგატრიალებს რა ყველაფერს ინსტიტუტში გახსოვს რომ მომისმნეს სპარტაკ შენც ეგ არიყავი პირველად ხო შოკირებული იყავი და ეს გამეცინა რა მაგაზე და ჩვეულებრივი ამბავია ჩემშიც მოხდა მსგავსი რაღაცები რომ დაეჯახები ისეთ რამეს დაბეტონებული გვაქვს რაღაც სტერეოტიპული შეხედულება და უცებ ხედავთ გამიგეთ ეს სხვანაირი ის გადაგჩენია ანუ და ვაგინოთ იმას ან კიდე ყველაზე ადვილია წადი რა და არა ის რომ ჩემი ისტორია ხო ფელნის რო ანახევარი რო გადიოდა საქართველოს კინოთეატრებში კევა არისო რო შევიდნენ 30 წუთს მერე ყველა აიყარა გინებგინებით გავიდა და გინებგინებით რატომ იცი ეს ჭკვიანები გადიოდნენ და ის რეჟისორი დებილი იყო გაინთავისუფლე აბა იმას ხო არ იტყვი რომ მე ვარ დებილი იმ ფილმმა ამხილა რომ ესენი მომზადებელი იყვნენ ფილმის ასახმლად ესე არის თქვა რომელიმე ავანგარდისტი მუსიკოსი რო უსმენს ადამიანი და იმას ყვირილი გონია და ჭყივილი და რაღაც ან ვიოლინოსისა ფანოხზე გაზდილი ბებია ჩემი მაგალითად ვიოლინოს რო უკრავდა ჩემი ძმა წუწუწუწუწუწი ძახთა მისთვის იყო წუწუნი ეს ის მისთვის არ იყო მუსიკა გამიგეთ და ამიტომ უნდა ის იქითკენ გაიშვიროს ხელი არ ვარ გესა მე კაი ტიპი ვარ აი ჩემი მუსიკა უკეთეს ხო
ლაშასთან გადმოვალ ისე ლაშა რუმინული თუ იცი კარგად ეგ ხო იცი არის საფუძველი ლათინურია და მაშინ ლათინურიც არ უნდა გაგიჭირდეს ხო ვულგატით რო წაიკითხო ბიბლია თქვენ უფრო ახლოს იქნებით ლათინურთან ვიდრე თქვა სხვა ეროვანი რას მეტყვი რუმინული ის ხო მანდიდან რომანული არის რუმინული ლათინურთან არის ახლოს კი და სხვა შეიძლება რუმინელებსაც აღმოსავლეთ ლათინებს ეძახიან ერთ-ერთი ერია რომელსაც აი კარგად აღნიშნეთ თქვა მათი ენა და ენაზრი და თქვა აი რუმინული ვინც კარგად იცი ძალიან მარტივად სწავლობს იტალიურს უკვე აი ლათინური ენები რაც მე წარმოთქვით და მე ეს გეგმად მაქვს უკვე თქვა აი ლიტერატურა მე კოინეს სწავლაც მინდა ლათინურის და ივრითიც მინდა შევისწავლო თქვა აი კითხვის დონეზე რომ აი ორიგინალში შეძლო კითხვა და კი კარგად ვიცი რუმინული კითხვა წერაც და ძალიან კარგად ოჩახ ლაჩა რომელიც მადლობა რომ ესეთი ადამიანს გამაცნო ხო მიაწექი მაგასაც თუ ესეთი ისაგაკა ნიჭი ლათინური მაგარია რომ იცოდე და ორიგინალის წაიკითხავ და ასევე ივრიძე ქალბატონი ნატალიას სწავლობს ივრიც აქედან იმ ისრაელ ქალბატონებს ერთად ამეცადინეობენ ხო და მაინც კარგი რაღაცაა რომ ადამიანი უნდა დაკავდეს გონება ახლა მათა დრო დავხარჯოთ სისულელებზე სულიერი თუ არ ადამიანის სულიერებაზე უნდა იფიქროს ხო კეთილი ძალიან კარგი. ხლა ბატონი სიმონი თუ არის ჩვენთან რაღაცა კითხვა მაქვს. ბატონო სიმონი, მოგესალმებით თბილისი. გამარჯობა ბატონო. კარგი მაჯოს ბატონო სიმონი. მე შევედი და ინფორმაცია ავყრიფე ბატონო სიმონ არაბულის ემაზე. როგორი გამოცემებია, იცი? ძალიან მაინტერესებდა, ძალიან მაგარი გამოცემები არის და არის ესეთი გამოცემა არაბული და ინგლისური ერთდროულად რო არის. არაბული, ინგლისური. არაბული რუსულსაც ვეძებდი თუ არის ვინც რუსული იცის ან ვთქვათ ან ერთ-ერთი ენა. ასე რომ მაგარი წიგნებია რო იცოდეთ, გამიგედა. კიდე თქვენ სპეციალისტი ხართ მაგაზე და დაგვეხმარებით ჩვენ არაბულის ცოდნა, ებრაულის, თავითვე ინგლისური, ის სწორედ თქვით ფრანგული არის, მე შევამოწმო ყველაფერი, ფრანგულ არაბული არის. და არა მარტო რამოდ მაინტერესებდა, რამდენიმე ხო მაგ ინფორმაციას ვეძებ, როგორ არის რა არის და გარკვეული ადგილი მე ქართველები სადავართ. როგორც ლაშამ აღნიშნა ესა ხო, მას ვაპარაკობ ჩვენ ვარ და მაშასა და მე ქართველი მაშასა და მე მორწმუნე. განამართლებელი მაშასა და მე მორწმუნე ხარ. ქართველი თუ ხარ მორწმუნე ხარ. მორწმუნე ხარ, ესე ქართველი ხარ. აი ცოტა იუმორით, მაგრამ არის რაღაც ამაში რაციონალური მარცვალი გამიგეთ. შეწუხება მაგაზე არ არის. ნახოთ, მათი როგორც ინებები ჩემო კარგო. მე მინდა რომ მაინც თქვენ გარკვეული წვლილი შემოიტანოთ თქვენი ენა, ცოდნით და თქვენთვისაც საინტერესო იქნება. კარგად უფრო დახვეწავთ ენას და ღმერთი შეგასწავლეს ამას, რომ ღმერთს რომ მიაკითხავ ამენით, ის უფრო გასწავლეს ამენას, იმიტომ რომ ენები ღმერთიდან არის. ენა ღმერთიდან არის, კაცო. და მე იმ ცოდვადაცემის შედეგად ერთი ენა გაიყო უამრავენებად. ყველა ერთი ენა რო გაიყო უმრავლეებში, უამრავენებში ის ერთი არის. ის სახე არის ღმერთის, ეს ავიწყდება ყველას. ამიტომ არ არის უპირატესობა არც ერთ ენას არ აქვს, არც ერთ ენას არ აქვს. ამენი თუ არაფერს არ აკეთებ და ვინც ამენაში მოგაქცია, იმას თუ არ ადიდებ, აი ამენით ვერც წინ წახვალ და რა აზრეთ ახლა გააღმერთე ენა და გააღმერთებული როა საქართველოში ძეგლიც დაუდგეს და 1000 სისულელებია. ვტყებნით ადგილს რამდენი ხანია, ესე გაგვასწრო ყველამ. არ არსებული ერები ჩვენზე წინ დაწინაურდნენ, ვინც ქრისტეს სწორად გაიგო და ჩვენ კიდევ ტრაბახობთ. ჩვენი ქრისტიანობით 2000 წლის ქრისტიანები ვართ და აქამდე ჩავიდნენ უკვე. ამ დროს მათხოვარ ერათა ვართ ქცეული თავიდან ბოლომდე. და გაგვასწრო ერებმა, რომელიც არ არსებობდა. რომის იმპერიის დაშლის მე აგერ ერებმა აიტაცეს რა ქრისტიანობა მე-5, მე-6, მე-7 საუკუნეა და აი რო გავიდნენ, ხო? არ არსებული რუსებიც კი ნომინალურად ქრისტიან ფეხზე დააყენენ და უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელია, აგერ ორთოდოქსი რუსები გამიგეთ მე-10 საუკუნიდან. ესენი ხო ტალახში კოტრიალობდნენ. ასე რომ ქრისტე სასწაულს რო ახდენს, ევროპაც სამის მაგალითია და ახლა როგორც ყოველთვის აი აღმასვლას და აღმასვლა რომ მოყვება აი ამ დაღმასვლის გზაზე დადგა ევროპა და ეს ჩვენ არ გვაწუხებს. ამაგეროთ ხო საფუნდამენტი თუ იმას გამოაცალეს ქრისტიანობა, თითოეულ ჩვენთაგანმა ფუნდამენტად ქრისტე დავდოთ და იმაზე ყოფილება ავაშენოთ და ეს სამყარო დამთავრდება მეგობრებო, დამთავრდება. ამას არ ჩაებღავჭოთ და არანაირად არ გააღმერთოთ ეს. ამიტომ საჭიროა ჩვენ როგორც ადამიანება, სულიერი ადამიანება ღმერთის სიტყვას ყველანაირად ეს სიტყვა უნდა გავიშინაგანოთ და იმენით რომელი ენაც უცით მივიდეთ მასთან და განვადიდოთ ამით. ძალიან კარგი იქნება თან
ტექსტზე მუშაობის დროს ბევრ რაღაცებს ჩვენ თვითონ გავარკვევთ და აღარ დამჭირდება ვიღაცა რომელიღაცა სექტანტის და თავის სექტის იმაში რომ გააერთიანებს იმას და შემომთავაზეს სისულელეებს აი ეს რასელისტები რომ აკეთებდნენ ამას იეღოველობა რო დაირქვეს ამ დროს თითქოს და ესენი ამოწმებენ ეხლა ღმერთს დამოწმებელი მამისა და საერთოდ ღმერთისა იესო ქრისტე იყო სამების ერთ-ერთი ჰიპოსტაზი რომელიც მათ არ მიაჩნიათ ღმერთად ხო ასე ჩამოყალიბდა ეს პატარა ორგანიზაცია სკოლა სექტა ხო ასე რომ ჩვენს ისე დღეში ვართ რომ ძალიან ბევრი ადამიანები ქართულ სივრცეში ვითარცა მორწმუნეები რწმენა თუ ზმნათ არ იქცა ის არაფერი არ გამოვა გამიგეთ ზმნა არის ეს მოქმედებს გამიგეთ და არა ის სანთელიან თე ხატი დადგე ხატმეძგით ხა იმის დღე არის ამის დღე ხა ხო იცით დღეს რა დღე არის მარხვა დაიწყო კიდე ქართულმა მარიამის ხა ფერცვალობა რომ ხა მარიამ ხა სად წერია რა მერებ რამდენი წელია და რამდენი საუკუნეებია ქართველები მარხულობენ რამე შედეგი აქვს ამას რა მარხვა არის სად არის დოქტრინალურად მარხვა ბიბლიაში დაადეხელი დოქტრინალურად სად არის მარხვა არა ხო სწავლების იმით არ არის ამება ყველაფერი ორგანიზაციას დაუქვემდებარეს აქედან შემოსავალი აქვს აქედან სტატუსები აქვს გაბერილები დადიან არა დაშინებულები და ამას მოყვება ის რიცხვა რომლის რიცხვის ნაყოფები პატარ-პატარები და მერემდე მთლიანი დიდი აგერ საქართველოს სივრცეში არის და ვერავინ ვერ ხვდება რა არის ამის მიზეზი ამის მიზეზს იმაში კი არ ეძებენ რელიგიაში ეძებენ სეკულარული იმაში არა და ეს გადაბმულია საქართველოში თუ არ მივაგენით ამ ბოროტებას ისე ჩვენი სეკულარული საერო ცხოვრება ვერ მოწესრიგდება გამიგეთ იმიტომ რომ ყველგან დასავლეთში საერო ცხოვრება საფუძვლად ბიბლია იყო იმიტომ არის ესა კანონები მაგაზე იყო ნაყვარული ამერიკაში ანგლოსაქსონ ქვეყნებში ევროპაში და არა რა სატანა გრეალებს ვიცით რატომ და როგორ და ჩვენ ამისთვისაც მზათავად შემოკარგება თორიზობი კიდე ის ერთ თქვენსკენ თუ დავამატებ რომ არი ფიქრობთ რომ რაღაცა დროს წელავდა ნელ-ნელა იმოშვები მივყვები ამ საქმეს იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა და გაცილებით უფრო მეტი რაღაცები დამანახა ამ არაბული ენით რო წავიკითხე თუნდაც ზმნების თვალსაზრისით რაც გამოყენებული არის გაცილებით უფრო მდიდრად და აი მრავა სიღრმისეულად გადმოსცემს აზრს რაც მე ქართულ ბიბლიაში არ დამინახავს აი ეს სხვა ზმნას არის გამოყენებული როდესაც ღმერთმა სამყარო შექმნა სხვა ზმნა არის გამოყენებული როდესაც ადამიანი შექმნა ცხოველები შექმნა აი აქ ნახეთ სულ შექმნას ვიყენებ და იქ სხვადასხვა მნიშვნელობით სხვადასხვა ზმნა არის გამოყენებული ყველგან იგივე ევას შექმნის დროს და ასე შემდეგ და ეს მე ისეთ სპექტრს შლის და ისეთნაირად ანახებს რაღაცებს თუნდაც შექმნა მყარი საერთაშორისო რო წერია იქ პირდაპირ წერია რომ ეს არის ქერქი და არა მყარი ქართულში ხა მყარი ბევრს მეც თავიდან რო კითხულობდი მეგონა ხმელეთი რატომაც და იქ ხმელეთი სულ სხვა მნიშვნელობით არის მე ნახსენები და ეს ქერქი ვერაფრით ვერ მივხვდი თავიდან ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობა არის კანი წყავი და დავიტანჯე მეთქი კაცო რა კანი რა წყავი და მოდი მეთქი წინადადებას ჩავაგდებ აბა ლექსიკონში მეთქი ონლაინში რომ იქნებ რაღაცა ვარიანტი შემომთავაზოს და გავიგოთ ხო და სანამ ვაკოპირებდი იმ მომენტში დამარტყა თავში სიტყვამ ქერქი რა და მე მივხვდი რომ ეს იყო რაც მე ასტრონომებისგან გამიგონია სხვა პლანეტებზე რომ ზოგიერთ პლანეტას ზოგს ყინულის ქერქი არ ტყია ზოგს რაღაც ჟანგბადის შეკუმშული ქერქი და ასე შემდეგ და ეს აი ამ მე სადღაც ყურმოყრულმა თანამედროვე ასტრონომიულმა გამიყვანა ამ იმაზე დასკვნაზე რა და აი ესეთი თითოეული სიტყვის ჩაკვირვების გამო აი ესე ნელ-ნელა მივყვები რა და ესე იგი კარგი ყოფილა ხო კიდევ არ შემცთავართ რომ მაგ კუთხით წავიდა თქვენი მუშაობა ეხლა არც გაგვიგვირდეს ბატონო სიმონ აი რა იცით ხო იზმაელი ვინ იყო ბიბლია ასე თუ ისე აქ ვინც არის ყველა სიუჟეტი იცით უკვე ხო იზმაელი ეს აბრაამის შვილი იყო და ენა ეხლა ძველი ებრაული და ეს არაბული ახლოს არის ერთმანეთთან მარჯვენა მარცხნიდან იწერება ხო განა მარცხნა მარჯვენიდან მარცხნე და სიტყვები ეგ უფრო ახლოს არის ორიგინალთან ვიდრე რომელიმე სხვა ენა მაქსიმალურად რა თქმა უნდა ღმერთი ცდილობს რომ
თავისი სიტყვა ყველა ენას ზუსტად მიუტანოს, მაგრამ როგორ ალაგებ ამას მნიშვნელობა? ურწმუნო რო თარგმნის ამას. ურწმუნოს თარგმანი არ გამოვა, წვენა არ გაქვს, სიყვარული არ გაქვს და არ გაგეხსენებ ესა და შეიძლება აუდაურიო რაღაცები არ თულად გადმოცვა და რაღაცა აი როგორც თქვენად თქვით, ისეთი გრამატიკული წესეთი იყოს ქართულად დაიბნე და მართლაც ვერ გებულობენ. ამიტომ არც არავინ არ კითხულობს. მოდით რომ ქართული სივრცეში ბიბლიის სამკითხველი ალბათ რა ვიცი 1%-იც არ არის. ან გადამკითხველიც შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ მაგათთვის ბიბლია არ წარმოადგენს რა არის წმენის წყაროს, ერთადერთ წყაროს. ეს არ არის სოლო სკრიპტურა, როგორც დაიწყეს რეფორმატორებმა. ჩვენთან არის ერთობლიობა, ტრადიცია, ქართული ისტორია, ქართველების რაღაცა ღმერთი, მფარველობს ქართველობას და ისტორიზმი და კულტურა და ომები და გმირები და რა შოში არის ქრისტიანობა და რიტუალები, წესები, საზეპიროები დატვირთულია, ხალხი ყოველდღე რაღაცის დღეა, ყველა წმინდანის, ყველა და ვერ ხედავ მე რომ არანაირი შედეგი არ არის. შედეგი თუ არ მოყვა ამას რა ვის ვეთაყვანებით რა აფერილი ეს ბიუროკრატიული აპარატი მე რა ხდება შიგნე არა ეზოთერიული მისტიკური და ახლა სული რატო უნდა დავიღუპოთ რატო იყვნენ ისინი უკვე ომს კი არ უცხადებ მე გავემიჯნები აგერ არის აგერ მხოლოდ წმინდა წერილი მხოლოდ იესო ქრისტე მხოლოდ რწმენა მხოლოდ ამის ეს მხოლოდ სოლო ხუთი სოლო ეს რეფორმატორებმა კი არა თქოს ღმერთმა ლაპარაკამათ და ჩვენამდეც მოვიდა ასე და წიგნიც მანამდე რო არ იყო და საწყალი ჩვენი წინაპრები რა ვიცი რა რელიგიაში იყვნენ მე არ ვიცი ვერავინ თავს ვერ გაიმართლებს ვერავინ მიუხედავად იმისა ფრაგმენტების სახით მე-5 საუკუნიდან ჩვენ გქონდა თარგმანები და ძველი თარგმანით ძალიან მაგარია ხო აგერ ბაქარ გვიშიანის იმით ღმერთმა გამომიგზავნა ეს კაცი მეთქი აგერაც აუდიო ვერსია ძველი ქართულითაც არის ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს რა და უნდა ვისწავლოთ რა სიტყვებიც დაკარგული სიტყვები დავიბრუნოთ, გავაანალიზოთ და აღარ ვიქნებით ერთმანეთში. გაუგებრად, გამიგე რა. ბეჭო, არ გესმის, არ დაილაპარაკე და გამიგებ, რა პრობლემაა. შენ თუ გესმის, რას ლაპარაკობ? თუ შენ არ გესმის, რას ლაპარაკობ, მე როგორ უნდა გამაგებინო და ძალიან ბევრი რო ლაპარაკობს, თვითონ არ ესმის, რას ლაპარაკობს. სულ ხართ დაკვირდებული ამას, ხო? და როცა ღმერთთან საქმე არ აქვს და ესენა ღმერთიდან არის, სატანას არგებლობთ, ამდენ იქნება ტვინარეული. ამიტომ აი რომ გაღიზიანებულია ყველა ერთს ლაპარაკობენ ემოციას ჩართავენ და ერთმანეთს რა ვიცი როგორ ექცევიან ხო ასე რომ სიმონ ბატონო ძალიან კარგი რომ აი კაი რაღაცებზე აქცენტებზე გაამახვილებთ ყურადღებას ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება რაღაც აი მოგვაწვდით იმებს გავასწორებთ გაუსწორებელს და აი ტექსტზე რომ მუშაობ ტექსტზე მუშაობა ძალიან მაგარია ორიგინალი ენა მაგიტომ არის აი ტექსტზე მუშაობა არის და ტექსტზე რომ მუშაობ შენ ამას კარგად გააწყობ თარგმანსაც ამოწმებ სხვადასხვა ენებსაც გადავხედავთ ხო ესე რამოდენიმე ენა ვინც ეს ლათინური იქნება ძველი ბერძნული ძველი ხალხი ამას ხო იცი ჩვეულებრივად სწავლობენ ლათინურს ბერძნულს და როგორ გადაგვარდა სოფლიო რომ სავალდებულია ლათინური ადამიანებს უნდა ასწავლოს სკოლიდან და ძველი ბერძნულიც ამას მე პირადად ჩემი ოცნება სკოლაში აი ამ საგან შევიტანდი დაწყებული პირველ კლასიდან მე-12 კლასამდე იძულებით არა ხო იმიტომ რომ ამას ხო ასწავლიდნენ რომ მთელი წყაროები ამაზეა შემეცნების წყაროები ლათინური და ბერძნული მთელი ანტიკური სამყარო ვიცი რა განათლებას ვიღებთ რა ჯანდაბა აქ ხო სატანის ხელი განუზომელია რომ იცოდეთ ხო და მადლობა ღმერთს თვალი აგვიხილა და ჩვენი მაინც ამას ვაფიქსირებთ ჩვენში არ შემოვიდეს ეს ხარახურა რაღაცების ხო კეთილი ვასიკო შემოვიდა ვასიკო ჩვენთან ახარ მოგესალმები ხო მოისმინე რა გითხარი შესავალი მე თქვენის გამოგზავნილი მომისმინე კი მოგისმინე ხო მოკლედ კარგია მე ძალიან მომეწონა ყოჩახ ხო აი როგორ ჩაჯდება არ ვიცი ახლა ის ცოტა სხვანაირად შეკითხულობს უბრალოდ კითხულობ არა მაგას მნიშვნელობა თავრე ტექსტი მსმენელმა ტექსტი გაიგოს და დავეხმაროთ მსმენელებს აუდიო წიგნებით ბოლო მე ჩემთვის არის კაი რა კავი მეურებ ხო ვიცი და როცა წაკითხული რა კაი ჩართავ და წამოусმენ რა სისულელი აზრებს მოусმინო კაი რაღაცებს და ვიფიქრო გაცილებით მირჩენია ნუ რაც გამოვიდა მე მგონი ძალიან ცუდი არ არის და არა თუდი კი არა მე გეტყვი რომ კარგია და პირიქით ახლა კომენტარები მაინტერესებს შეიძლება აბა რა სიტყვიან კომენტარები უცებ რომ ამას შენ რო იწყებ გამიგე და მე გადიხარ და შემოდის ბატონი გოჩა ჭაბუკაიცე ეგროლ კითხულობს აი რას მეტყვიან საინტერესოა რა ეგეც კარგი ექსპერიმენტის თვალსაზრისით იმიტომ რომ მან გამოტოვა ეს ან წაეშალა ინტერნეტში და მაგიტომ მოვთქვი იქნებ ხომ არ აგიწყოს თავიდან მეთქი და მევაწეპოთ ამაზე და დავდოთ რა აუდიო ვერსიას ამას ახლა გავასალაჩინებ და ავტვირთავ და ვიღაცები უსმენენ და დავეხმაროთ რა იმ ხალხს მანქანით დადიან ერთი ადგილიდან მეორეზე ჩართავ და მე უსმენო ბიბლიოთეკას დამყოლო კაცმა მითხრა
თან მეხმარებაო და კარგი ესე იგი რასაც აკეთებ ადგება ვიღაცას ხო ამაში რა ფულს არ ვიღებთ არაფერს არ ვიღებთ და გავავრცელოთ განათლება გავიტანოთ ჩვენ გაუნათლებელი ვართ ის კომუნისტური განათლება არ იყო თუ ვიწყებთ ახალს განათლებით უნდა პირველი უნდა დავიწყოთ განათლებით რწმენით რელიგიით და მარქსისტული რელიგია შეცვალეს რაღაცა მისტიკური რელიგიით და იმას მარქსისტულმა რელიგიამ დაშალა ქვეყანა და ეს რას გვიზამს ეს სულს ამოხდის და აღარავინ აღარ არის გამრჩევი კრიტიკოსი ინტელექტუალებისა რომ ეს რელიგიაა ხალხო რაში გვადგება ამ პრაქტიკულად ან თეორიულად გაწყდა ხალხი უამრავი ომები და რაც ეს აღორძინდა ეს კრეტინიზმი საქართველოს არ გაუხარია აი როცა ჩაგვითესლეს შიოლაშვილი 77 წელს იქიდან თვალყურს ვადევნებ მე პატარა ბიჭი კი არა ვარ და რაღაცა არ არის რა ესა და ამიტომ თავად დამოუკიდებლად ავიღე წიგნი და უნდა გადა რა შეა საქმე თუ ღმერთი გვწამს რატო გვექცევა ასე აღმოჩნდა რომ თურმე ღმერთი ჩვენ არ ვეთაყვანებით ჩვენ სატანას ვეთაყვანები და ნაყოფიც ასეთია და თან ნომინალურად სახელი რო შევჩავნეთ ცოტა აი ისეთი გლობალური მრისხანება არ არის და ეს ლოკალური მრისხანებები ხო არის ამას რო გავასწორებ ჩვენ ძალიან რამოდენიმე მაინც ეს მადლით გადარჩება რა ქვეყანა რა მე ხლა ქვეყნის გადარჩენაზე კი არ ვზრუნავ მე ვიცი რომ ესე იქნება და ამის პარადიგმები და პარალელები ბიბლიაში არის აბატონო საჯულების წიგნი მე რამდენად უნდა გადავიკითხოთ კიდე და ვეძებთ მაგალითებს რატო არის ჩაწევილი ჩვენ ჭკუის სასწავლებლად არის ხო როგორ დაეცა ერი როცა შედის ისუნავინის მეშვეობით ისუნავინი კვდება ხო გარდაიცვლება და წავიდა მაგარი წარმართობა და ეს 335 წელი ქრონოლოგიურად არის საჯულები რომელიც დატანებული არის ხო 13 საჯულის ეს ტყუილი არის და თითეული ისე იქცეოდაო იმ დროს მეფე არ ყოლიათო და ისე იქცეოდა როგორც მას ჭეშმარიტად მიაჩნდაო ეს მე სწორია და უცნაური რაღაცა და მე მონარქია რომ მოდის რა ყველაფერიც მაგალითია პარალელებით არ ვაანალიზებთ ქართულ ყოფა ცხოვრებას სექტანტები კი არა ვართ ჩვენ კარგად უნდა ვერ ყვეოდეთ ყოფა ცხოვრებაში მარტო მორწმუნე ვარ და ტყეში გავიდე და ტყეში დავეყუდო სულის ხსნაზე ვიფიქრო ჩვენ ხო ცხოვრობთ კაცო აქ კეისრის სამყაროშიც ვარ ცხეულისმა ყვება უნდა ჩაცმა უნდა ამაზე ვარი კი არ გითხრა იესო ქრისტემ გითხრა იცხოვრეთ მაგრამ რა მოხდება რომ ჩემი მითითებით იცხოვრობთო ეს იმას კი არ რაღაცა დააკლება ან მიემატება აი ჩვენთვის არის კარგი ეგა ჩვენთვის იმიტომ რომ ცოდვად დაცემულ სამყაროში ვარ და არ უნდა ამის გაგება ადამიანს იმიტომ რომ ინსტიტუტი შექმნეს ორგანიზაცია ჩინები აქვთ მედლები აქვთ არიან ოცნიან თელამბავში არიან ფარულად რას აკეთებენ ჩვენ მორალს გვასწავლიან თვითონ ამორალის ფიზიან არ გერთე რა თუ ძმახარეთია მოვკიდე წიგს ხელი და გავემიჯე კარგი კაცო იყავი ისერი გიტეხია მე თავი დამანებე რა მე ვაგებ პასუხს ჩემ არჩევანს ხო ასე რომ ვასო კარგი არის კარგი ვასო მაგას მივაბამთ და მოვასმენებთ ადამიანებს და აზრსაც გავიგებთ სხვის აზრსაც ჩემო კარგო ხო ასე რომ სწრაფად გიმუშავია ძალიან კარგი ხო ხო კიდე მინდოდა მის თქმა არ გამომჩეს პატარა პატაკუშინ თქვენი მეუღლე იყო მანქანაზე იჯდა მოდიოდა სახში და შეესრო ისეთ საუბარს ჩემ საუბარს რომ ხოით როგორ ისეთი ისენი მაქვს რა რეგისტრები მახასიათებს ზემოთ დაბლა და მე შევამჩნიე რომ ვაიმე ეს ფეხბურთზე მე არის ხალი ხელდღელოდება დღე-დღეზე და მასეთ მდგომარეობაში ხალი ძალიან გაფაქისებული ემოცია ახლა ჩემი ასეთი ხმამაღალი აწევა იქ რაღაცა სკაბრეზული ლექსიკონის მოხმარა აი დათელი ამბავი ამიტომ რაღაცა იცი მოდის კი მოვიხადე მაგრამ ის აღარ იყო იქა და როგორ იყო მითხარით რა ხომ არ იყო რაღაც ისეია ბატონო რეზო მე თქმა გიცმენთ მოგესალმებით ია ხო არ მომისმენე ხო გაყოლე მაშინ ხო როგორ იყავი მითხარი არა კარგად იყავი არაფერი პრობლემა არ იყო უბრალოდ სარას ეძინებოდა და საფრთხოდ გამოვეთიშე და ხო ვერ გავითვალისწინ ეს რომ თქვენი მდგომარეობას არ შეესატყვისებოდა ეხლა ჩემი ხმამაღალი რაღაცა დაძაბულობოდა ეს გადამდებოდა ხო შეიძლება რომ რაღაცა აგიჩქრობდეთ გული ან რაღაცა ხო მოქმედებს გადამდები ადამიანსა თუ ესე არ მოხდა მადლობა ღმერთს მე გადავხედე აი ეს რა წამომცდა მეთქე როგორ ლაპარაკობია მეთქე შეგე თქვენ ძლიერი ხართ და მე კიდე მაინც უნდა გამეთვალისწინებინე ჩემი ბრალია ეს კარგით ეგ მაინტერესებთ ესე იგი არ იყო არაფერი ისეთი და მადლობა ღმერთს ლაფერი ამ ჭორები კაი წაიღეს რა ტვინი რა ერთხელ და ავიდა წლები არგინო რა არის რა და ბევრ ადამიანებს წამლავენ და არის ჩვენი ამოცანა იცი ხო არიან კაი ადამიანებს და იწამლებიან რა გულუბრყვილოების ჯერათ იცი
ბევრი მოწამლული იყო, რო გავიდა დრო, აი როგორ ეხლა აღარა ვარ ეგრეო და დრო დავკარგეო რა. რამოდენიმე მითხრა, სულ ერთი 6 კაცს ვიცნობ ასეც რა. ხო ესე ჩალიჩობს სატანა გამიგე და ემად კიდე ეშინიათ კონკურენტები არ დაკარგონ მართლმადიდებლობა მაინც დაიკარგება და მართლმადიდებლობა ეს მარადიული არაფერია მართლმადიდებლობას მიატოვებს ხალხი მაგრამ ამას დიდი დრო უნდა საში ისაა რომ მართლმადიდებლობა არ გაწყვიტოს ეს ხალხი წელში რაც ჩანს გადაყრილია ყველა გარეთ და ტერიტორიაზე უკვე სხვები შემოიყარა და ახლა როცა აბორიგენიერი უმცირესობაში გადადის ის ქვეყანა უკვე დამთავრებულია ასე იყო ამერიკის შტატები ასე არის კანადა ასე ავსტრალია აბორიგენები ხო იყვნენ არაფერს არ აკეთებდნენ იყვნენ წარმართები დაქუცმაცებულები და ამხელა ტერიტორია არ უნდა გააღვო უკმათ არ უნდა იყოს შემოვიდნენ გონიერი ხალხი და რა ქვეყანა შექმნეს აგერ 250 წელი აქ შტატებს უზარმაზარი ზესახელმწიფო არის ხო ასე არის კანადა ამხელა ტერიტორია აითვის ეს ანგლოსაქსებმა ფრანგებმა და ახლა აქედან ეს ბარახლო ხალხი შემოყავთ აქა ეს უკვე ჰუმანიზმის საკითხები არის და ეს ჩვენ არ გვაწუხებს ხოდა ქართველები კაცო თუ ვართ აბორიგენი რო ხარ თუ ღმერთთან არა გაქვს საქმე ხო იცი რა გელუდება შემოგისევს ხალხს რაც ხდება ეს დამთავრდება შენიებავი იჭეკი სანთლი და ხატით ახლა სუფეხებზე კიდეა მათ მუსულმანებს ხო იქ კრიშნაისტებს და 1000 ჯულის ხალხი პაკისტანელებს და გაატენეს და გაჯეჯგეს ხალხი მაგ ტერიტორიით ახლა ჩვენ ქრისტიანებს პრობლემა კი არ გვექნება ყველგანაც შეგვიძლია ცხოვრება უბრალოდ ხო არის რაღაცა დანიშნულია სახელმწიფო არქიტექტორი ღმერთი არის და რო კარგავ ამას ღმერთის ბრალი კი არ არის შენი ბრალია იმიტომ არ ცხოვრობ მისი მითითებით დაშორდი ღმერთს მრუშობ ხო როცა მრუშობ რელიგიურად როცა მრუში ხარ უკვე იხწნები მორალურად და ანარქია პოლიტიკურად ყველაფერი ეს პატარა ზოდით სახეზე არის თლიანად ნახეთ რა ხდება საქართველოს ფულის გაკეთების გარდა არავინ არ ფიქრობს არაფერზე არ არის ეს სწორე რა ამბავია რომ ამ ბოლო დროს მაინც გავრცელებული ამ კოლ-ცენტრებზე იყო გუშინ გადაცემა რა თუნდა ამაზე ჟურნალისტური გამოძიებები მიდის ახლა არიცი ვინა დგას მაგის სათავეში ვინ აკონტროლებს ტერიტორიას ყველაფერი იმის ბრალი არის რა გონიათ რა არ არის ესე ამას რა თუნდა ჟურნალისტური გამოძიება და ახალგაზრდებს რო ყვნიან ამის დედავატერეს შეყავთ იქა და ატყავებენ მოხუცებს იქა აუბედურება ეს და რეცხავენ ამფულებს მან რა თუნდა ამას აი რა თქმა უნდა ჟურნალისტური გამოძიება ის ვერ მიხვდები რა ხდება და მიზეზი ამის რა არის აი ყიამყრალი რელიგია რომელიც არის ფართოდ წარმოდგენილი და ოკუპირებულია ქართული ცნობიერება და გასაღებულია როგორც ეს ისტორია და ჩვენი წმინდა დიდგორობა და არის რა დროს დიდგორობა არის კარგი რა აწმყო ცხოვრებას გავიგეთ რომ გმირები იყვნენ რაში გვაინტერესებს ან იყვნენ და ან არა რა არის ეგ მე არ მესმის რატო აი აწმყო პრაქტიკოსები არა ვართ პრაგმატიკები აი ამერიკელების ეს არის მაგარი რა აწმყო ცხოვრება აქვს ამერიკელებს აწმყო ამათ რა ისტორია იტალიას ისტორია რა აქვს ბერძენებს ისტორია რა აქვს ჩვენზე მაგარი ისტორია ბერძენებს არა აქვს ვის არ აქვს ისტორია ყველა ადამიანს თავის ისტორია აქვს კულტურული იქნება თუ რაღაცა და თლიანად ახლა ადამიანში თუ ვიღებთ მორწმუნე ვართ ადამიანში ვართ ყველა დაბადებული და მე ნოედან მოვდივართ სამში ხო ეგრეა ცოდვა მოდის და ქრისტეში თუ ხელახალი ადამიანები არ დავიბადეთ მაშინ რა აზრი აქვს ამ ხოროვას მით უმეტეს ქრისტეს იყენებ როგორც რაღაცა გამოვლენას რისა სატანისას ამ დროს არც იცი რომ ეს ბოლოს მოგიღებს და ბატონო არა დღეარ გავა რამე არ მოხდეს ხო პატარ-პატარა ნიშნები არის უამრავი ახალგაზრდები გვეღუპებათ ჩვენ ახალგაზრდები ხო აი ამ 35 წლის მანძილზე პროცენტულად ახალგაზრდები დაიხოცა ბევრი ვიდრე სასაკოვანი ხალხი დღესაც სახეზე 850,000 პენსიონერია ახალგაზრდებს არ აქვს ეგ პრობლემა ნარკოტიკები გინდა დახოცვები გარყვნე ახლა რას გარყვნე ახლა ბებია ჩემი სტოლა ხალხს რა უნდა გარყვნე არასდროს არ ყოფილან გარყვნილები ეგენი სხვანაირად იზრდებოდნენ ახლა კიდე ნახეთ ერთ-ერთი ისე მიზეზი გარყვნაც არის და ქვეყნის დაქცევის რო იცოდეთ არა რა ვიცი მოკლედ რა რწმენა გვაქვს ამისთან რა დღესასწაულები გაქვს სასწაული არ არის დღეები არის მაგრამ რატო ამატებს სასწაული ან ეს ქუდების თაყვანისცემა სად გაგონილა არიცით ვინ იყვნენ ეს რა წმინდანები იყვნენ ისინი ვინ გითხრათ რომ ისინი წმინდანებია და თქვენ უწმინდურები რამდენჯერა თქვენ ეგ რა აი ბიბლიის უცოდინარობამიც იცის ეს და ბიბლია კიდე ავტორი ამის ღმერთია რამე თუ მთელი წერილი ღვთისმსულიერია და დაწერილია ჩვენს ჭკუის სასწაულად დასარიგებლად სამხილებლად და რა ვიცი აი ყველაფერია ჩამოთვლილი იქა მეორე ტიმოთეს 3:16-17 არ ვიცი არ გაგვიჯდება ძვალებელში არაფერი არ გამოვა
მე რწმენა მოსმენისაგან მოსმენა ქრისტეს ითქვა აქ ბევრჯერ რომაელთა იმიდან და აჰა მართალი ცოცხლებს წმერ დავაკუმით რომ იდგენეთ რომელიც მეურდება ახალ ხმაში სამჯერ და ამას არ აქცევენ ყურადღებას გასაგები მიზეზების გამო ჩვენ კი ამის მხილებას იმიტომ კი არ ვაწარმოებთ რომ ადამიანები ჩავქოლოთ იმიტომ რომ რამენერად ადამიანები გადავარჩინოთ და თითოეული ადამიანის გადარჩენა ეს ჩვენ ჩაგვეთვლება მხოლოდ არა ძალით არამედ ნებით და წიგნის პროპაგანდა უნდა გავწიოთ განათლება კულტურა ავწიოთ ვის რა დონე აქვს სამწუხაროდ ჩვენთან კი არიან განათლებული ქართველები მაგრამ რაში იყენებენ ამ განათლებას აი რაში იყენებს ბერძენიშვილი განათლებას მე არ მესმის ევროპის ქებადიდებაში რა თქმა უნდა ევროპის ქებადიდება რაში ადგება წიგნიერება რო წაიგეთ ხამდენი რომანები რა აი რაში ათეისტია ლიბერალი არაჯერა ქრისტიანობის დაცინის და ხმასაც ვერ იღებს რო ხმა მაღლა მაინც დაუპირისპირდა დალოცულ ამ რელიგიას ეგრეთ წოდებული რუსული პრავოსლავი რო არის რა ჯანებად გინათ ეგრელი აგინებთ რუსეთს და მის რელიგიას ეთაყვანებით ხო ნუ ყოველ შემთხვევაში მისი მითითებით არ ეგა აფინანსებენ და ხალხის უმანდან იყო დანიშნული ხო მაგაზე რა რიგამათოთ ხო მადლიერი უნდა ვიყოთ იმიტომ რომ საჩუქარია კარგი ადამიანი ღმერთის საჩუქარია რო იცოდეთ ამის დაფასება არ ვიცით იცით როგორ აი მეკუთვნის რა მეკუთვნის რა არაფერი არ მეკუთვნის რა უნდა რა მეკუთვნის ესე რომ არ მეკუთვნის ხო არაფერს არ წარმოადგენთ ისეც გაიგო რომ გვემსახუროს ვიღაცები ეს არის ღმერთის მადლი ჩვენზე და ასე რომ ესეთ ადამიანს რო გამომიგზავნეს რა თქმა უნდა ამას უნდა შეხედო ისე კი არა რომ შენ ახარ მაგარი ტიპი არა არაფერს არ მსახურებთ ჩვენ არა ჩვენი მადლის ეპოქა იმას ნიშნავს დაუმსახურებელი საჩუქარია იმისა რასაც ღმერთი გვიგზავნეს ჩვენზე რა არის დამოკიდებული ასე რომ ასეთი ადამიანები მეც მადლობელი ვარ ღმერთის როცა ესეთი ხალხი გავიცანი მე თქვენ კიდე ჩემგან გაიცანეთ ასე ერთმანეთზეა გადაგული მე კიდე რაღაცა ღმერთმა გამომიგზავნა რა გვიპოვნეს ერთმანეთზე ესე ვაკავშირებთ და აბა რა არის აბა ძვალი არ იჭმეო ჩვენ და ხორცი და პატარა სიტყვა შეაწია ადამიანს კაცო რა ერთი სიტყვა პროგრამი შეუძლია ერთი ბიჭო რაღაცა ბიჭო გამოდი აგრა მოტრიალდი აქ რა ეტყვი იცი რა ხამხილი რაღაცა სიტყვა გულიდან წამოსული და სიყვარულით ნათქვამი ხო მეც იგივე აზრიც ვარ უტაზე რომ გავიცანი არ მეშლება ხოლმე ადამიანის შეფასება იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ვიტრაბახოთ ახლა ესე ხო და ხო ეტყობა ადამიანს რომ დაილაპარაკებს როგორია ხმაზე ხო ხმა ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხმაში შინაგანი გამოდის და რომ ლაპარაკობს გავცხოვილიმით მე რაღაცებს თვალყურს ადევნეთ მუსიკალობაცაა ლაპარაკში და სიტყვებიც არის და აზრიც არის აი სამი რაღაცა მოქმედებს და თუ დაუკვირდები კარგად აცლი ლაპარაკაზე არ ჩაეჭხირები წარამარა და არ გააწყვეტენ ქართველებს რო არ ჩვევიათ ერთმანეთის მოსვენა და ძაღლები ვიტყეფავენ ხო გინდაც განათლებული იყოს გინდა გამო ერთმანეთს კი არ აცლიან ლაპარაკს დღეს პარასკევია და პარასკევის დებილების დღე იყო დღეს მალხაზ გულაშვილმა როგორც ყოველთვის ხაინდრავა დასვა ერთმანეთს კი არ უსმენდნენ ერთმანეთს ეჭყინებოდნენ რა უცნაური ამ ხელა ხალხი კაცო თქვენ რაღაც მოგივიდა 1-70 წლის არის მეორე 60 წლის არის კულტურა არა გაქვს ერთი ლაპარაკობს გაჩერდეს მე ის რომ დაამთავრებს შენ დაიწყე რა საჭიროა რა იცი რა შენ წააყვე და აიცი მეც მესმის და როგორ არის იცი რომ მიყურებს ნათესავები და არ დამჩაგროს ქართველს ყოველთვის ეს კომპლექსია გამიგე რომ ის რო ლაპარაკობს ესე იგი მე უცოდინარი ვარ ამიტომ ეს ჩემიანები რომ იყო რომ უნდა დავამტკიცო რა არ მეც ვიცი შენ რო ლაპარაკო ესე თუ შენც იცი ესე შენ გელაპარაკა მე რაც მომიყვანი აქა და თუ იცი იყო იცი რა პრობლემაა გონდა შენთვის აი დღესაც უყურებდი და არა ვერ გამოსწორდნენ რა და ასეთ ადამიანებს აქვს მაღალი პრეტენზიები იცი აი სამყაროს გადარჩენაზე ქვეყნის გადარჩენა ელემენტარული შეგეჩლება რა შეგიძლია გაჩერდი და მოусმენო ადამიანს რატო აყევი მაშინ დაიწყო შენც აყევი იგივე სიძახის ეს და ერთხმად არ მესმის არ ესმის მაყურებელს ან გადაახვევინებ იმას არ აცალე რა დაასრულოს აზრი ადამიანი არ შეიძლება ხო და თუ გადააჭარბებს იმას მე შეიძლება რაღაცა ისეთ მონაკვეთში ჩაეჭრა გამიგე რომ აგრძნობინა ამის ნუ გასაგებია რომ დროის ლიმიტია ტელევიზიაში და იმაში მაგრამ ბიჭო ერთ ხმაში აყანი არის ქართველებში მე მაუცებს თუ ისეთი რაღაცა არის რომ სადაც ერთმანეთს უთმობენ რა და აზრი იყოს მთლიანად გაგებული და ესთეტიურად ასაქმელი მსმენელის მიერ ისე რა ემოცია ძალიან ძლიერი რაღაცაა ესე რა აი გინდა რომ შენ ცოდნაც აჩვენო რა არ დამჩაგრო თუ ჩუმათავარ ესე იგი დებილი ვარ ამიტომ არ ვიფიქროთ რომ დებილი ვარ გამოხტები რა მეც ვიცი შენ რა იცი აი მაგრამ კი ან თავი უნდა ვკანტო კი ხო
ხო, კი და სულ კი გესმის პარალელზე რა, ფონად გაზდებს. ხო, ეს ჯერ კიდე ეს იმის ბრალია, რომ წარმართულია ჩვენი ქვეყანა და წარმართული რიტუალების რეკლამა არის ყოველ დღე. და დღეს როგორც დაიწყო მარხვა. მარხვა დაიწყო მარიამის მარხვა. ხო, ეს 28-მდე იქნება ორკვირიანია თუ რაღაც ერთკვირიანი მარხვა არის და მერე აბლაყუნდებიან იქ რაღაცა ფერიცვალების გადასარევი ხალხი არა ჩვენ ხალხი რა. როდემდე იქნება სიყვარული, სიბნელე და როგორ დუმს ინტელიგენცია, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლური რაღაცა ღირებულებებისადმი, ვითომ ამერიკელობენ, ვითომ ევროპელობენ და ბიჭო ასეთი სიყვარული როა მაგ ქვეყანაში. ამაზე თვალი დახუჭვა შეიძლება? ამ ტყუილებს რო თვალყურსადებდნენ ცეცხლის ჩამოტანა, პაისის ქუდი ჩამობრძანდა, დაბრძანდა, იქ პერანგები მოვიდა, ეს წმინდა ნაწილებია, აბახელი მოკიდე და რა მოგივა მე ქუც რო მოკიდებ ხეს გაგიდიდება თავი თუ ჭკვა მოიმატებს. რა არის ესა? და ეს დუმილი არავის არ იპატიება. აი ინტელიგენტები რო არიან. აისორაძეები, ბერძენიშვილები. აი ილიას უნივერსიტეტში ხო არის ხალხი ვითომ თავს როდებს, ვითომ ევროპელები ან პროგრესულები. ამ სიბნელეს რო უყურებს. რატო ხმას არიღებ? იმიტომ რომ მათ რწმენა არ აქვს და ისე მაგას ვერ დაუპირისპირდები. ამ სიყურე მართლმადიდებლობას მორწმუნე ადამიანი ვერ დაუპირისპირდება. მხოლოდ მორწმუნე. მას ზალა ექნება ღვთისა და განათლებაც აუცილებელი. ხო, თუ განათლებით არ ამხილდეს ეს ბნელი მღვდლები, ისე არაფერი არ გამოვა. ეს ხომ მკვდრების რელიგია არის. და გამრავდა მკვდრები. რაც ეს აღურძინდა მართლმადიდებლობა. საქართველოში მოიმატა გარდაცვალებამ ახალგაზრდების სასაფლავები გაივსო. ტყუილია კაცო ესა. და ვცდილობთ ეს რომ ამას ვაფიქსირებთ, უნდა გავახმოვანოთ, ხო? და ამას ახლა გაბრაზდება ადამიანი და იმიტომ ბრაზდებიან და არიქა ცირ არის ბავშვები გაიტაცა 33 ბავშვი გაიტაცა მშობლებს არაჩვენებს ხასები ყავს დასმული ხასები ამარი ესმის რას ლაპარაკობს ხასები საიდან იცი? იცით რა მინდა თქვა? აი ნებისმიერის გასაგონად ვიძახი იქ ხო ისმენა ჩანაწერს. აი ჩამოვიდეს ჟურნალისტი და შემხვდეს მე. ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა, სექტა, ხასები მყავს. ეს ხო გადაიჭერება ეგ პრობლემა. თუ გაქცეული ხო არა ვარ სადღაც. რა კიდე ამ ჭორები ამ ხალხს ამ უცოდინარ ხალხს რო შეაგდებ ამას და ღადავობ ჩვენზე და იმაზე. ჩამოდი, მართლა გაინტერესებს ჭეშმარიტება. აი სმენით არაფერს არ ისმენენ. აღარ შემოდი დამელაპარაკე, გაიგებ ყველაფერს, გაგაცნობ. მე ვინ არის შენი ტოლი კაცო? ან 33 წელი, რამე წელი გავიდა? ხო, 93 წელი რამდენი წელი გავიდა, ხო? და ვიღაცასთან რო გადამაგდებ ესე, აღარ ჩამოვიდეს ომარ გოდერძი შარაშია. ჩამოვიდეს რა პრობლემა აქვს დამელაპარაკოს და ბოლო-ბოლო თუ ვთქვათ ღატაკია რაღაცას გავუკეთებ ჩამოაფრენთ აქა. მოვიდეს აქა და გვენახოს. ხო, აი ნებისმიერ ჟურნალისტს ვიწვევ ჩემთან სტუმრად. ერთხელ და სამუდამოდ ეს საქმე დახურეთ, მაგრამ ვერ დახურავენ, იცით რატომ? მართლმადიდებლობა. მე ხო მართლმადიდებლების დაუძენებელი მტერი ვარ. ეს როლი მარგუნა ღმერთმა რატომღაც. იმიტომ მიტევენ და თუ რამე ჭორი იყო, ვეღარაფერი ვეღარ იყო, ერთს ატრიალებენ, ხო? ეს ფაქტი მოხდა ახლა წამოვედით. ეს რეალური ფაქტია, ტყუილი არ არის. დანარჩენი დადგეს იქ ავტობუსი, რაღაცა, მე იქ სექტა, ეს ყველაფერი მათი მოგონილია. რა იცი რო სექტაა? სექტის წევრი წამოვიდა და გითხრა რა, რომელია სექტის წევრი დასვიდა ალაპარაკე. რა რიტუალებს ვაკეთებთ? სად ვიყავით? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის. შეთითხნელი ერთი რაღაცა ტელე გადაცემა ატრიალებს მაგას და 1000-ნაირი შურიანი ტიპი ერთი მოძებნეს განსაკუთრებით ღობისძირა ხალი და ის დაბოღმილი ხალი, რომელსაც არ გავეკარე და არც გავეკარებოდი, მასეთ ხალებს მე არ ვეკარები, შური იწია და ზღაპრების ხვება. და ეს არის წყარო, მეტი არაფერი არ არის. სად არის ფაქტები კაცო? ან ვიდეო მასალა, ან ჩანაწერები. ხო არის ესე? აგერა ვარ, აი რამდენი წელი, აგერ 2008 წლიდან სავსეა 8600 ვიდეო მასალა. მოусმინე ყველაფერს გაიგებ. აბსოლუტურად ყველაფერზე ვლაპარაკობ. არაფერი არ მემალება. ჭკვიანი კაცი ყველაფერს მიხვდება. რა, ეს არის დოკუმენტი. და მალავრა მალავს მაგ საღვთელოება. გათახსირებულები, გარყვნილები, პედოფილები, ჰომოსექსუალისტები. და თელი უბედურება ის არის საქართველოს ნახეთ დაასვეს თავზე ჰომოსექსუალისტი შიოლაშვილი და ამის გაგება არავის არ უნდა თუ რატომ ამაზე ვილაპარაკე და არა მარტო მე კონსტანტინე გამსახურდი ამას შვილმას ვიად
გამსახურება. ვისმეს ეს მის ვინმეს ეს მის. და იმიტომ გაჯეჯგა, მაგრამ რამოდენიმე ჰომოსექსუალისტები ყავს მათ ეს გადაბირებული და ამას თავისი პოლიტიკური ჩასვეს ეგეთი კაცი. და არიცით, რამდენად ჯერა თქვი ეგა. მარაფერს ვერ გააგებინე, თან უშიშროების სამსახურის მაღალ ჩინოსანი. აი, ამის ცოტა გენერალობასაც მიცემდნენ. პოლკოვნიკ. ხო, მეც სახელად ივერიელი. ეს იყო თქვენი უწმინდესი და უნეტარესი და რაც ეგ ჩასვეს, ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, სოხუმი დავკარგეთ, სამაჩაბლო დავკარგეთ, ხალხი ახალგაზრდები ჩავხოცეთ იქაც უტყვილა, მე ერთმანეთს დავეტაკეთ, მეგრელებს გადაუარეთ, მეგრელებმა მე შური იძიეს სააკაშოზე, ჯოხები უკიტენეს ყველას. აი ეს არის აი ამ დამპალი რელიგიის ბრალი. და იტყვენ რა შვაშია, შვაში კი არა, თავშია, ურწმუნოები ხართ თქვენ. თქვენი რწმენა სატანურია და სატანურია თქვენი საქმეებიც. და აქედან დისტანცირებას მოვახდენთ, ქვეყანას გადავარჩენთ. თუ ქვეყანას ჩვენ არ გვიჯერებთ, საკუთარ თავს მაინც გადავარჩენთ, სული ვიხსნათ, შემოკარგებო, თორე ვინ იცის, როდის გარდაიცვლებთ. ნებისმიერ დროს შეიძლება ეს მოხდეს და წავდგებით ღმერთთან და მერე რა ერთხელაც იქნება ადამიანი გარდაიცვლო და შემდეგ რა წერია აპატომ? სუდ, სამსჯავრო, სასამართლო, ებრაელთა წელი. ეს შემოკარგებო, რა შეეხება. ხო, დიახ. რაც შეეხება კოდერ მიჩარაშიას, აი, სადაც ხედავ ამ შესაძლებლობას, რომ 1-2000 евро რო გადაუხადოს ვინმე და თვითმფრინავის ბილეთი უყიდოს, გამოვა და შეიძლება სიუჟეტიც გააკეთოს თქვენზე, რომ არ ყოფილა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი დღეს ფულზე არის დახორთავებული და მაგათთვის თქვენ და რაღაცა დალი ყარაულაშვილი კი არ წარმოადგენს რამეს. წარმოადგენს ფული. ეს რაც ცხადად ხედავ, რომ აი როგორ ხურდავდება ხალხი არათუ პროფესიონალურად, არამედ რაც ხეირი იქნება იმისთან მიხედვით. ვიღაცა რომ რაღაცას გაგიტეხავს ჟარგონზე, ხაი რაღაცა, აუ როგორ მოქმედებს იცი თუ ძლიერი არა ხარ. ჩემს არაფერი არ მოქმედებს, წინდაწინ ღმერთმა მასწავლა, რომ ცოდვილი ბუნების არის ადამიანი, მორჩა. და ცხოვლისგანაც კი ველოდები და ღალატს. წარმოიდგინე რა, აი ეს რომ აქ აპრიორი წარმოიდგინეთ. შვილისგანაც და გული აღარ გამისკდება. ხო და ეს რომ არ იყოს პრემიციული ზომები მისაღები არის და ამას საუბრის მეთოდით რაღაცა ღმერთი გადახედავს და ახლა როცა ანგელოზი ყავს შვილი და ანგელოზი ცოლი ეს არ არის ანგელოზი არავინ. არავინ არ არის ჩვენი ქვეყანა ანგელოზი. ქართველები არა ვართ ანგელოზები. და მეგობრებიც არ არის ანგელოზი. აი ფულია გაბატონო, ეგ ნახტია, ფული. და რაც შეეხება შარაშია გოდერძეს რა არის? მოდერნ შარაში არის აი ეკლესიის წევრი არის და ეგ მისი გადაცემა მისი მითითებით გააკეთა. თვითონ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. თან ეს ხო ვიცით, ვეპატიჟებოდით, აქა დაგვემალა, მე გითხრა, არა, რა დავიწყებული, მაგათ კარგი დამანებეთ, აი ეს ხო ჩემ ბრალე, ვერ ვიღებო, მე ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს. კი, შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ცირა არის არ არის ესეთი ძლიერი რო აღიაროს, ეგ ყველას არ შეუძლია. აი, ნათალიაშვილსაც უჭირს ეგა. აი უჭირს რა, ეგ ადვილი არ არის, იცი შეცდომა აღიარო და მოიბოდიშო. მით უმეტეს გაშვებულია ტელევიზიიდან, ეს აღარ გამოვა, ხო? რაღაც ლაპარაკობ, საბჭოთა კავშირიც მიღებული იყო ისა. ხო, რაღაცა თუ დაამტკიცებდა ადვოკატი ან ვინმე, რომ იცი რა, უდანაშაულია პიროვნება, არავინ პასუხს არ აგებდა, იცი, მიაჩვენებდნენ ამ ამბავს, იმიტომ რომ უკარს არავის არ მიქონდა ეგ ამბავი. თითქოს როგორი რაღაცა იყო, იცი, პარალელს გავიხსენებ ბიბლიიდან ესთერის წიგნი. ესთერის წიგნიდან, როდესაც უკვე ეს ამანმა რაღაცა გამოსტყუასავით ებრაელების გაწყვეტა იმის გამო, რომ მორდოხეი ამას თავს არ პატივს მის დიდებას არაფრად აგდებდა, ხო? და გამოსტყუა ის, რომ კენჭისყვრაც ჩატარდა და მე-12 თვეზე, ხო, უნდა გაეწყვიტათ ებრაელი ერი. ამ დროს ებრაელი ყავდა ცოლად ატაქსერქსეს, ხო? ეს ესთერი. ხო და როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა და ქალიც აღმოაჩინა, რომ ვინც უყვარდა ისიც ებრაელია და მერე თურმე ეს მამაძაღლოს ამანი და თან შეთქმულებას ფარდაახადა მარდოხეიმ და ეს წიგნში ჩაიწერა და ამას არაფერი არ აბსოლუტურად მეფეს დაავიწყდეს ამბავი და ერთ დღეს უძილობა ვიპარა და მოატანა ის წიგნი. გადახედა და ხო, შეთქმულება მხილებული იქნა, დახოცეს ყველაფერი. ავტორი ამ ხილებისა იყო მარდოხეი, ესერის ბიძაშვილი, ხო? და ამას რამე გაუკეთეთ პატივიო? ასარაფოთ, აბა პატივი, მთელი ამბავი და
მე რაღაცები გავაგრძელო რომ გაიგო რომ თორმე ეს მაიმუნობს ყალთაბანტობს იჯება ჩვენი ეს პიროვნება მაგრამ აი რა კანონი გამოიცა უკვე კანონი გამოიცა და ამის უკან წაღება არაფრით არ შეიძლება აი ნახეთ კანონი გამოიცა და ახლა ასაკეთებს ეს როგორც როგორ არის ღმერთთან გაიგეული კანონი გამოსა უკან წაიღო არაფრით არ შეიძლება რა შეგეშალა და მეორე კანონი გამოსცა რომ შეიარაღდეს ებრაელი ერი აუ ამ კანონის გამო შეიარაღდეს და შეტევას დახვდეს და უკვე შეიცვალა სიტუაცია უკვე ყველა ეპატრალებიან ამ ისრაელ ებრაელებს ხო იარაღი ოფიციალურად იარაღი და დაიცავით თქვენი თავი აი რატომ მოიყვანეს მაგალითი იცი საბჭოთა კავშირი და სასამართლო პროცესი ზუსტად ესე მოქმედებდა გამოსცემდა კანონს შეცდომა ესე იგი არც გამოიძიე ესე და უკან არ მიჰქონდა იგივე ვარიანტია დღესაც ახლა ტელევიზიაში მაგრა არის აი მე არ მომისმენია ტელევიზიიდან რაიმე ბოდიშის მოხდა რა ერთი იყო მარტო აი რომ გამოაცხადეს პირველ არხზე აქ რო ვიღაცა დაიკარგა თუ თავი მოიკლა რა ვიცი რა გააკეთა მე რა შოში ვიყავი ხმამაღლა რო განაცხადეს პირველი არხი ხო ყველგან მაუწყებლოს მე რა შოში ვიყავი ჩემი გვარი და სახელი პოლიცია აჩვენეს რაღაცა რა კადრები მოიძიებსა ვითომ ჩვენთან მოდიან პოლიციის ძაღლები და აი ეს ხალხი კიდე მოწამლეს ხო რომ თითქოს მე ჩემთან რატომ უნდა მოსულიყო ვინც სადღაც დაიკარგება მე რა შოში ვარ ვინ ადგას მაგის უკან ვინ აღწელებს ამჯერ ბოდიში მოიხა ხო გაირკვა ყველაფერი აი მარიამ ცარიელაშვილს რო დაუდეს ესა და წაიკითხა იმ გოგონას იმის მერე გაქრა იმ კრეტინ გოგონას ხო თქვა ხომ მოგხვდა რომ ტყუილი იყო ესა და რამდენი დააზიანა მაგან ხო ნათესავები მეგობრები რა სიტყოდნენ ამაზე კი არ ფიქრობენ ბიჭო ადამიანზე არავინ არ ფიქრობს რანაირი მორწმუნეერი ხართ ანათელაშვილმა რო გამოხდა და თავისი მეებში თელი სახე რო აქვს და იცი რა არის მაგანაც რო თქვა სექტა მოიტაცა არ ვიცნობდით ამ დროს ჩემთან იყო მე სიყვარულა ბიჭო რა უცნაურია და როგორ უჭირს ამასაც სხვა კანონი გამოიცი მაშინ რა ჩუმად მაინც დამირეკე მითხარი კაი რა დაგანებებ თავს იმიტომ რომ რატო იტყუები სიმართლე თქვი შედარო სიმართლის გულისთვის არ მოგახტევინე სისულელია რატო ატყუებ საზოგადოებას იმიტომ რომ შენ ხომ სახე ხარ აი ეს არის პრობლემა თორე მე კი არაფერი არ მომივა და მაგიტომ არის რომ ეს საიტის ისაც რომ რაღაცა ვიცი რა არის აფანტული რო ეს კრეტინიზმი და ატრიალებენ ერთი და იგივე ეს ატრიალებენ რა ვიცი გოდერძი სარაშია მოტყუდა მე მიხვდა მაგას მე დაიმალა ხო ვერაფერი ვერ გააკეთა მაგან ვითომ კეთილი სრულებით გააკეთა დახმარება უნდა ვიღაცის მე გააკეთა ეგა ხო და რო შევთავაზო ჩემოდი აქ გააგიხსენი კი არ და პირად საუბარში მე არავის არ ვლანძღავ შემოდი აქ რა დაგელაპარაკები იქნებ მადლობა მინდა გადაგიხადო შავი პიარი რო გამიკეთებ დაიმალა და მე ვერ ვიღებ მაგასო და რა ვქრეს ჩემის არ არისო კი ვიცი ეს რომ ერთი რიგეთი მაიმუნი ხარ გამიგე და ჟურნალისტი კი არ ხარ საქონელი ხარ ჟურნალისტი ვინ არის საქართველოში მარკესი ხარ თუ ვინა ხარ თუ ხემინგუე აი რომელი ჟურნალისტია საქართველოში ეჭორიკენების ის რო არის რაღაც ბრიგადა ერთმანეთს რო დაძდებენ და ძალებს სახში უხტებიან ეგ არის ჟურნალისტობა რომ ძალით აწუხებ კაც ლაპარაკი არ უნდა და გინო თუ არა ახლა და დაკითხვები და რაღაცეები არა ჩვენ გზაცდენლიერი ვართ რა ასე რომ პატა არ გამეკარება გოდერძი სარაში არა მე ვთხოვე რა დაველაპარაკე არა ნუ დაიმალა არაო რა დავივიწყე ეგ საქმე არაო რა მე ეგ ჩემი საქმე აღარ არის ხო მე ხელი დამიბანიაო და იშტი ხელი დამიბანია შედალუცილო რა აქოთე სიტუაცია არც გამოიკითხე არ შემეკითხე რატო გადაცემას აკეთებ რატო არ მიკავშირდები და დაბატიმრებული ვარ არა უფლებითა გაქვს აი ესეთ რაღაცებს აკეთებ და საზოგადოებაში გადამაგდე ლინჩის წესით რო გამასამართლა ხალხმა ეგ სწორია თქვენ ახართ ქრისტიანები და რა დავაშავე ხომ და რა დავაშავე კონკრეტულად სხვავი რომ აგინებს ვისაც დაუშავე იმან უნდა მაგინოს იმან უნდა დამარტყას ვინ ახართ ეს უცხო აი საერთოდ არ ვიცნობ ხალხს საერთოდ არ გაინტერესებს ვინ სად არის გადასარევია პირდაპირ რა კომუნისტური გადაცემა გააკეთა რა ამ დროს ევროპაში მივდივართ იქა და პრეზიდენტი იყო სამარცხვინო რო თქვა სააკაშვილი ასეთ გადაცემა ხო საბჭოთა ხელწერა ხო რომ მოღალატეები წავიდეთ სად გავიტაცე სადა იმაში წავიდეთ უდაბნოში რომელ ქვეყანაშია ხალხი იცი და მე რა იცი რომ იცი რაღაცა მოტაცებული არიან და მიბული არიან და ვიცი სად არიან არც დაინტერესებული მაგრამ არავის არ აინტერესებს ჭეშმარიტება არა იმიტომ რომ სენსაციაზე აგებული ყველაფერი ინტერნეტ ქსელში
ხო, აი მიაწერენ რაღაცა საიტი აქ ეს მისტიკა და რაღაცა ისა და იქ ოჰო კიდე გადაუგდეს ის აი გაიტაცა ბავშვი მე რა მისტიკაა ახლა ბავშვების გადაცემა მისტიკა კი არა რეალიზმია თან კიდე ეს ტერმინები როგორ უყვარს ქართველებს ბავშვები 30 წელს ახარ ბავშვი 50 წელს ახარ ბავშვი გაიცანით ჩემი ბავშვები არაჩვეულებრივ გამოფენებში გამოვლენ მოტროკი ტიპები რა ჩემი ბავშვები ქართველმა ლაპარაკი ვერ ისწავლა ვერა რა და მომტაცებლის სტატუსი მაქვს დღემდე რო იცოდეთ და საიტის მიზანი ეს კარგად რო იმას აქვთ რომ დაიდება ამოვა მე ნახავენ იქ მასალებია ყველაფერია და გამგები გაიგებს და გაუგებარი გზაციქით ქონია მე მაგაზე თავი არ ვიმართლო კიდე ერთი რა უბრალოდ მოწამლული ხალხი მინდა რომ საწამლები როგორ ამოვუღო და დავიღალე რა ამ იმეებით რა და რო არის მოწამლული ადამიანი შენი არაფერი მოსმენა არ უნდა მე კი არა ღმერთს არ უსმენს გამიგე გონია რომ მე ჩემი ღმერთი მყავს აი გამტაცებლების ღმერთი არის და იმას არა მეგობრებო არა ერთია ღმერთი სამყაროში და იმას ყველა უნდა იცნობდეს და ყველა პასუხს აგებს იმ ღმერთთან და ცით რა არის თქვენი მორალით ვერ გააკვირვებთ ღმერთს იმიტომ რომ ბიბლიაში პერსონაჟები მორალით არ არის მიღებული სამოთხეში არც ერთი პერსონაჟი არ არის სანახებო მორალით ესეც ვერ გაუგია ქართველს მანდ არის წმინდანები აი რომ უწმინდესი და უნეტარესები ერთი რო გაისტუმრეთ მეორე რო დანიშნეთ კიდე უწმინდესი და უნეტარესი და მართლა გონიათ რომ ეგენი უწმინდესი და უნეტარესები არიან მაშინ რატო არ ეტყობა ქვეყანას რატო არ ეტყვა იმიტომ რომ ბიბლია არის ადამიანები რომ მოძებნოთ პრობლემები რა არის მიზეზი ამისი და ქვეყანა აქცეთ რელიგიურ ქვეყანად რაღა ირანი და რაღა ჩვენ ირანს პრობლემა არ ექნება იმიტომ რომ ისინი ქრისტეს არ აღიარებენ და არც ამახინჯებენ როცა არ აღიარება ჩვენ ქრისტესთან დავაკავშირეთ ყველაფერი გავაქართველეთ მისი მარიამიც ქართველი იყო ქრისტეც ქართველი იყო მოციქულები ხო ჩვენთან დარბოდნენ მე რა 6 მოციქულმა ვერაფერი ვერ შემოიტანა ან საწერია რა მასალა გაქვს რა ფაქტები გაქვს არა ყველას აპრებს აღწელებს რა თორე პრობლემა ფული თლაც ფულიც არ უნდა იყოს პატა იცი კაცი სათოფეზე აღარ გვეკარება ისია შეშინებული და კომპლექსებული რა ამ დროს არა ვარ ეგეთი არა კაცო შენ რა შუაში ხარ ეგეც ვიცი არა რა სატანაა რა სატანის იარაღი ხარ შენ საწოდაო შენა თუ ეგ რო არ ვიცოდე მე მაშინ უნდა დავიბოღო რაღაცა ყველაფერი გავაკეთო რომ რაღაცა შური ვიძიო შენზე და რა უნდა შური ძიება საქართველოში აქედან არაფერი ფულზე აკეთებს რა უნდა ხო ვერ გავახეთქინებ ცემაში ვიღაცებს თუ რა ეგ რა პრობლემა არის ხო არა იცი საწოდავი კაცი არის რა არ მოვიდა არა პატარა ხოლმე დაგლაპარაკებოდა შემოსულიყო ხალხს გავაცნობ რა ხდება როგორ ხდება არ უნდა და იმიტომ რომ მიხდა რომ მიქარა რა და მოტყატა როგორც ითქვენ მართლმედებელია ომარ შარაშია და ომარა რა არის კაცო ომარა კარგად ყავდეს გოდერც არ მაგარი ნაგავი კი არის და ყოველთვის მიწდება გოდერძი ბატონო ნაგავი ხარ რა არა კაცი ხარ არც ხენ მეგრელებსაც შარაშია რა შენაირი მეგრელები აბშე რა ვიცი ნაგავი ხარ რა იმიტომ რომ ჭორიკანა კაცი ხარ გული მოუკალი ყველას დაბოღმე ადამიანები ამ კრეტინული გადაცემით და ეგ სიყვარული არ არის ვერც ვერაფერი ვერ გააკეთე განთავისუფლე დაპატიმრებ მოტაცებულები ნაგავო შენა სახელმწიფო არის მან და პროკურატურა ყველაფერი აი ვერაფერი აი თან უსუსურიც ახარ გაუნათლებელიც ახარ არაფერი არ გესმის არც კანონების არაფერის ინტერნეტ დებილი ხარო 5 წელი ვიყავით თურქეთში და იქ ვერ ჩამოხვედი და ვერ წაიყვანეთ ხალხი არა რა რეიტინგის გულისთვის იქ ადრეს მაიმუნობა და ამას ატრიალებენ ნაგავი და ვინც ამ გადაცემებს ატრიალებთ ხართ ნაგავი ყველა ნაგავია ვინც კომენტარებს მონაწილეობას იღებს ამ გადაცემაში და გაგებაში არა ხარ ცოცხალი ვარ მოდი და დამირეკე რა მოისმინე რას ვლაპარაკობთ რაზე ვარ რა გინდა ერთმანეთის აი როდის დაანებებ თავს ერთმანეთის ლანძღვაგინებას ნუ რა გახთა ამით ხო სარგებლობს ეს დამპალი რელიგიაც და ეს მთავრობაც დაგაკავათ კრეტინიზმში და არც ეკონომიკაზე ფიქრობთ არც სახელმწიფო წყობაზე და სარგებლობს მთავრობა ხვეტავს ფულებს და თუ რამე მოხდება მოტყდება მაგრამ დაგეთესება თქვენ დარჩებით მაგრამ პაკისტანელების ხელში და რუსების ხელში ეს თუ არ გამოფხიზდით ეგ არ აქცდებათ რა არ აქცდებათ ხალხო მაგრამ ამბობა ღმერთს მუშაობს ღმერთი და ძალიან ბევრ ხალხს უკვე ნელ-ნელა ეს მადლის და მე მაქვს იმედი ეგ იმედი რომ მქონდეს ლაპარაკს აზრი არ აქვს ხო იმიტომ რომ ბიბლიიდან ვიცით რომ როდის ხდება ეს
გააძლიერებ ამას 1, 2, 3, 4, 5, 10, 20, 30 კაცი რომ იყოს, ესე იგი, სოდომ გომორი გადარჩებოდა, მაგრამ არავინ არ იყო იქ მორწმუნე. და ის ლოტი იყო ისეთ საცოდავი და ისეც აბრაამის იმით იყო და ლოტი მართალკაცად ცნობილი ბიბლიაშია, მიუხედავად მისი ამორალური საქციელისა. მაგრამ იგი რწმენის კაცი იყო და ამიტომ არის იგი გამართლებული. აი ეს მინდოდა პატას კითხვაზე გამეცა პასუხი. მადლობა ბატონო რეზო და მაინც ხედავ გოდერძის შარაშია კი არ არის უფრო ძირითადი პრობლემა, უფრო დალეყარაულაშვილი მგონია ძირითადი პრობლემა იმის რომ რაღაცა ჩაიდო ხო გულში და რაღაც დაგეგმა და შურისძიების ვარიანტი ხო ეს ცხადია ეს ყველაფერი ხო და ალბათ დალეყარაულაშვილისგან არის ეს წამოსული, იმიტომ რომ რაღაც თქვენგან ისეთი რაღაც მოხდა, რაც ვერ გადახარშა და დაიწყო პრიმიტიულად შურისძიებით. ხო და გოდერძის შარაში ეს უბრალოდ როგორც დღეს კიდე უფრო უარესი ხდება, ხო? აი ეს შვილკვდარი დედას რა შესტენეს, ხო? რაღაც პედოფილი შვილი და ასე შემდეგ ესე იგივე მაგალითები მეც ხომ მქონია ცხოვრებაში ჩემი მეგობარი რომ მოკლეს და გეი იყო და მაგიტომ მოკლა ძმამო და მე მომიწია იმის მართლება. მე ვინ ვიყავი საერთოდ, მაგრამ მე მომიწია იმის გაправება ესე რომ ვთქვათ. ასე რომ ეს ჟურნალისტები საერთოდ სანაგვია, ამაზე არც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ აი ყარაულაშვილი როგორც ჭკვაშეშლი და გონება გადასული ადამიანი, ანუ რამ გადააწყვეტინა ესე რომ აი ესეთ დონეზე დაპირისპირებულიყო რა თქვენთან. რაღაცა სიტყვა, რაღაცა იყო ალბათ თქვენ გარემოცვაში, რაც ეს მისთვის იყო რაღაც ზღვარი და მან ეს რაღაც პირადი ბრძოლასავით იმას გამოგიცხადათ და მე წავიდა და გოდერძის შარაში ეს არის უბრალოდ განხორციელება ამ ყველაფერს. ეხლა შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს ეს ყველაფერი, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, გოდერძის შარაშიამ ის საქმე გააკეთა, რამაც დაგაკავათ მთელი 10 წელი, ხო? 10 წელზე მეტი. ანუ ფაქტობრივად თქვენ გიწევთ ამის მართლება არ ვარ მეკურაკი სოლი თუ რაც არის და აი ამ პროცესში ყოფნა რა თქმა უნდა არ არის კომფორტული, მაგრამ საიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? სწორედ იმ ურთიერთობებიდან, რაც მანამდე იყო და იმ ადამიანებმა, რომლებიც ხისტი იყავით, ან მართალი იყავით, ან უბრალოდ სწორად პირდაპირ იყავით, მოდი ესე ვთქვათ, მათთვის ეს არ იყო დიპლომატიური ენა და აი ამან განაპირობა შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ მე რადგანაც ქრისტიანულად უყურებ ამ ყველაფერს, მოდით ესე ვთქვათ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა იმის, რომ ანუ ღმერთისკენ ვინც მიისწრაფვის და მეორე ვინც სატანისკენ მიისწრაფვის რა. სატანისკენ ვინც მიისწრაფვის ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს. აწი უფრო უარეს მდგომარეობაშია საზოგადოება, თუ კი ვინმე იტყვის რაღაც მე მორწმუნე ვარ, მე ბიბლიას ვკითხულობ, მათაც იგივე გზა ელის, მათაც იგივე სწორედ სხვა გოდერძის შარაშიები და სხვა დალეყარაულაშვილები ელის წინ ეს უბრალოდ საშუალებაა იმის, რომ სატანამ იბრძოლოს. ეს ჩემთვის ცხადია, ასე რომ არაფერი სხვა განსაკუთრებული. ადამიანში დევს ეს რაღაცა მარცვალი, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია უფრო გახადოს ის ფუძველი და ამას გაყვეს, იქამდე სანამ ამას თითსაც ჩაყოფს და არ დარწმუნდება, ხო? მე და გარკვეული ადამიანები ამას ცალსახად ხედავთ, რომ ეს ტყუილია, ამას არ ჭირდება თითის ჩაყოფა და გადამოწმება და უშუალოდ ტორონტოში ჩამოსვლა და ოჯახური გარემოს გაცნობა. მე იმთავითვე ვიცი, ვინ არის რა არის, იმიტომ რომ მესმის ინტონაცია, მესმის განწყობა, ჩემთვის ეს მოწესრიგებულია, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა რადგან ასეთი კატეგორიებით აზროვნებს, სწორედ ეს არის პრობლემა, რომ დაბრკოლება იმის, რომ ადამიანები კიდე ერთი რაღაც მახსენდება ხშირად, რომ მეოთხე თაობაში კაცი შვილს აღარ ახსოვს, სად არის საფლავიო. ამაზე მაგარი მაგალითი მე მგონი არ არსებობს. ადამიანი იხტვის იმაზე, რომ სად დასაფლავდები, ვინ ხარ შენ და ზოგადად რა რესურსი გაქვს, ხო? ანუ საიდან მოდიხარ, რა შეიძლება გააკეთო შენი ცხოვრების განმავლობაში ისე, რომ შენი კვალი დარჩეს. აგერ ახლა ცოტა ხნის წინ ChatGPT შევეკითხე თაწმინდის პანთეონში ვინ არიან დასაფლავებულიო და
აგერ სტალინის დედაც იქ ყოფილა დასაფლავებული რა. მთელი რიგი რეგალია მე თუ დრო გექნებათ სიამონებით დაგიკითხავთ. უკვე ამოვარდნელია ჩემ ChatGPT-ში ეს სახელები და გვარები, ვინები არიან დაკრძალულები ChatGPT-ის, ანუ მაშინ თაწმის პანთეონში ChatGPT-მა მითხრა. სტალინის დედაც იქ ყოფილა დასაფლავებული რა, მაშინ როდესაც ილია და აქამდე არ იცოდი? ChatGPT-მა გითხრა, არ იცოდი ეგა? არა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი, იმიტომ რომ არც საზოგადო მოღვაწეა, არც მწერალია, არც მეცნიერია და არის უბრალოდ სტალინის დედა. ხო და სასაცილოა. სიცოცხლეში სტალინის სიცოცხლეში გარდაიცვალა დედამისი და როგორ ახლა მაგას ახლა სტალინმა კი არ უთხრა, მან დაასაფლავეთო. წარმოიდგინეთ რადონის ის იყო რა შეძრომის ფილოსოფია გამიგე და იქ დაასაფლავეს ვიღაცა გაუბედურებული ქალი, ხო? აი, ბედის ირონია და იცით რამდენი მოკომუნისტო ხალხი არის მანდა დასაფლავებული? რა თქმა უნდა ვიცი ყველაფერი რამდენჯერ ყოფილი ვარ იქა და რა დამითვალიერებია აკადემიიდან ავდიოდით ხოლმე და იქ ვიყავით. ჩემთვის ეგ ცნობილია ყველაფერი და უფრო და უფრო როგორც იტყვიან გააბანძეს რა ეგა რა და თან კიდე პანთეონი ღმერთის მოცა პან მომცველი არის და თეოს ღმერთი. ეს ხო წარმართობა არის. როგორ შეიძლება საფლავების გაღმერთება? საფლავი ხო აღდგომა ხო არის. მან ხო სხეულია. მან ხო პიროვნება არ არის. მან არის სხეული უვარგისი, გახრწნილი და ჩააგდე მან და ეს არის გაღმერთებული და გაკერპებული და რომ მიდიხარ ეგ ხალხი მან არ არის. არავინ არ ცხოვრობს მათ მიწაში. არ ესმით არა და ცერცხვილი რა არის ერი ქრისტიანობდეს და მაგდენი არ იცოდეს. არა, იქით დიდობის პანთეონი, იქით საბურთალოს პანთეონი და ერთმანეთს ეჯიბრებიან და ერთმანეთს იცით რა ამბავი იყო, ვინ დასაფლავდებოდა მათ პანთეონში მწერლები რიგში იდგნენ და ოცნებობდნენ. მარტო კონსტანტინე გამსახურდა ამ პროტესტი გამოთქვა და თავის სახში და ეზოში დაიბარა და იქ დაასაფლავეს. იქ არ უნდოდა, სადაც ის ხალხური ხალხი იქნებაო ბევრი. ეგეც ამბიციური იყო, ხო? ასე რომ ეგ არაფერი ის არ არის, ჩვენ ვიცით ეგ ამხელა იმას ნიშნავს. დიდობის პანთეონი გონიათ რა, იქ ჯაბა იოსელიანი არა ყავთ. კაცმა დახოცავდა უამრავი ხალხი ზვიადისტებს დასდებდა ესა და შევარდნაძე ჩამოათრიეს და გვერდზე დაუჭდა. აი ეს კრიმინალი 20 წელი რო ციხეში იჯდა ქურდობისთვის. და ახლა რაზეა ლაპარაკი? ესე ამაგას ვიძახი რომ დაწყევლილი ერი ვართ მეთქი და ამ წყევლიდან თუ არ გამოვედით, არაფერი არ გამოვდა. გამოვალთ იმ შემთხვევაში რომ ღმერთს მოუხმოთ და გადავრჩებით. და დალი ყარაბაშვილი მარტივად აგიხსნი რა მოხდა. დავიწუნე, გვერდზე გავწია, არ გავიკარე თურქეთში. არ მინახია ეს. არა, და შური ქალს ყველაზე მაგარი შური როცა დაწუნებული ქალი ყველაზე საშიშია. დავიწუნე, კი არ ვიტყუები. არა რა, ეს ჩემთვის ეს ოდიოზური პიროვნება რა. მაგი ხიფაჩი გაყოფ თავს ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერა კისერს მოგატეხინებს. არ გავიკარე. ერთი ქალს რო დაიწუნებ როგორც ქალი. ხო, მაშინ 30 წლის იყო თუ 29 წლის, რა ვიცი. ეხლა რას გავს კიდე, ხო? და მე რა ვიცი, ქალის ფორმა აქვს, თორე ისე ქალი არ არის ეგა. რაღაც გერმაფროდიტი არის. ხო და როცა დაიწუნებ ესე და არც დაუმალა, სად გადავედი, ისეც არ უთხარია. დაიბოღმა გამიგე და დაიბოღმა რომ რა ესე იგი მე დამიწუნე და ამდენი ხალხი წაიყვანე და ქალებს შორის ხო იცით როგორი ბუნებრივი მტრობა მამაკაცებს შორის ინტელექტუალური ხო? ეგ ეს პერიფრაზა შოპენჰაუერიდან. და მეტი არაფერი არ არის, აბსოლუტურად არაფერი მეტი. დაწუნებული ქალია. და არა დაწუნებული ქალი კიდე. ყველაფერს გააკეთებს რომ შენ ვითომ შეჭრები მოგანიჭოს, მაგრამ რა მომანიჭა რომ? არაფერი, კი, და უფრო საბრძოლო განწყობა მაქვს, ეგ არის სატანის იარაღი. თლიანად ჩაუვარდა სატანას ხელში და აჰა, ამას რა უნდა, ხლა ამის შვილი არის წამოყვანილი, ამის და არის ჩვენთან. კარგი, გასაგებია, მშობელმა შეიძლება რაღაცა ტკივილი ეგეც საკითხავია, ხო, იმიტომ რომ შობლებმა გამოუშვეს, შობლები ჩამოვიდნენ და ნახეს. ხო, იყვნენ, ყველა არა, მაგრამ ერთი გამოხდება, ერთი ყოველთვის არის ერთი ამრევი, ახლა 12 მოციქულში ერთი გამყიდველი იყო და ახლა რა პრობლემაა ახლა? აი ეს ერთი ურევს ყველაფერს, ხო? არაულაშვილი გაატეხილში იყო რა. ადგა და აი მეც ვიცნობ და მე სტუდენტ და რაღაც და ისარგებლეს ამით რემ საწოდაებმა და ჟურნალისტ თავში ხო უნდა მოეკი, მაგრამ შენ მასთან იყავი, იცი ყველა ნიუანსი, არაფერი არ იცი. შენ ეყრდნობი ჭორებს, ხო? რაღაცა სხვა რა წყარობს ეყრდნობი, მაინტერესებს და რა გინდა. ბოლო-ბოლო როგორ უნდა და რა იურიდიული დამნაშავე არის პიროვნება შენს მიმართ? რა მიწაგრთვა? ახლა ჩვენთან ხო იურიდიულად არაფერი არ ირჩევა.
ინტერნეტში არის დაკავებული, ეს არის საზოგადოებრივი სასამართლო და ლინჩის წესით არის და ხლა სათანადო ხო ვიცი რა არის და როგორ არის. ამ სათანადო აკეთებს ეს ერთი ძლიერი წყარო არის ინტერნეტი და შეტევა რა არის ძალიან ბევრი მსმენელი არ მეკარება, იმიტომ რომ სექტანტის ისა მაქვს და სექტა კიდე საქართველოში მაგარი საგენებელი სიტყვაა. ნუ იმდენი გამტაცებლები არა, გაიგეს ახლა გამტაცე გავიდათ რომ და ესე არ არის თუ დებილი არა, აი სექტა. როცა რელიგიაზე ვლაპარაკო. ხა და მართლმადიდებლებს გააუბედურებს, მართლმადიდებლობაა ნამდვილი. აი ესეა მოწამლული ხალხი. და ღმერთი მუშაობს ალბათ ასე საჭირო და გამგები გაიგებს, წიგნს აიღებს, წაიკითხავს კაცს და ესეც გავატრო და ყველაფერი არავლაშვილი ხა ატრიელი ერთ და იგივე სულ. ვის რა თუნდა ხა რომ შეხედავთ ნორმალური ადამიანი მიხვდება ვინ არის ეს ქალი. მე ხوار მოყვები ვინ არის ეგა ხო? მაგას დავიმსგავსო, თქვენ გეტყვით. ხო, ეგ არის ყოველდღე გათახსირებული ბინძური ადამიანი. ხო, ამორალური და ყველანაირად. მე მეუბნებით რომ ჩემი რაც ვიცი მე. და ახლა დავჯერდეთ ტელევიზორში ვიღაცებს უთხრა, მაგასაც აყავს ნაცნობები, მეგობრები, შვილები და რაზე გავუტე ხო? სამაგეროთ მე ხო ვიცი. და ვიწერო წერაში ვიტყვი ამას, მაგრამ წყაროდ თქვენ ვერ გამომიყენებთ. ვიტყვი არ მეთქვია. თუ მინდა მე ვეტყვი მაგას და მე შევაგინებ. მაგრამ თქვენ იმიტომ გეუბნებით რომ ნამდვილად ესეა და თუ არ გაგინათ გაიცოთ წად და დაემოგებროთ. ყველაფერს გაიგებთ. ეგეთი ხალხი საშიშია. იპოდლებს ყველა ვარიანტში რა. ესენი არიან ეშმაკს მიყიდულები გამიგე და ქალი რომელიც აგინებდა ყველაფერს შეეტენა სამღვდელოებას, იმიტომ რომ მისი აი ეს ბინძურეები აპატია ეკლესიამ. ღმერთია აიგე და გაამართლეს მისი გადაგვარებული ურთიერთობა. ხო, ახლა მოგიყვეთ როგორ გადაგვარებული ცხოვრება ქონდა მაგას? დედამისი ჩემთან ტერილით მოდიოდა. თქვენთან დადის, თქვენ პატივცა იქნებ თქვენ დაარიგოთო და უნდა დაარიგო მე ვთხარი დაანებით ქალბატონ თქვენ თავს მიხედეთ. ესე ვთხარი დედამის. იქნებ მაგაზე მითხრას რომ ტყუილი არის, დედამისი არ იყო ჩემთან თბილისში. ეხო სტუდენტი იყო, რომელიც იყო ყველაზე დებილი სტუდენტი. აფილიერის, გიჟპოეტა ქალი არის. გავიდა წლები, დაიბოღმა, დაბოღმა ეს მიზეზი რა არის? დედა გარდაეცვალა, მამა გარდაეცვალა. ეს უპატრონო დარჩა, სახლი სადღაც ჩააგდო, მე შვილები ვერ გაიგებ ვის და რომელ კაცთან ყავდა, ვისთან ყავდა, თვითონ გვარი ვერ გაიგებ, ნუ ესეთი აერია ცხოვრება და ეხლა პარალელზე რო უყურებს აი კანადაში წავიდნენ და ისინი ოქროში არიან, მე ხო იქნა, რეზო ბაქრაძე შენი ბრალია გამიგე, მადას კდები გულზე, აი ყველა ქალი მაგასთან არის. ხო, მე რა გულზე გასხდი, ყველა ქალი ჩემთან არის, მთელი მსოფლიო ქალებით. რა მე ქალები რო ჩემთან არის, შემიგითხავს. შენ რა გინდა? შენ ხო არა ხარ ჩემთან. ხო შენ ხო გადარჩი. სექტაში არა ხარ და ხასაც არა ხარ. უცნაურია ისე რა. ასე რომ პატა სატანის ის არის. მოდი როცა ასე ვაზროვნებთ ჩვენ ამ ქალზე ისე აღარ გაბრაზებ. სიტყვა შეიძლება წამოთეს წავარტყა, მაგრამ არ არის შეგეცოდება ეს. მა ხო არის ის ვის ხელშია. ძაწყალი, როგორც იუდა მარიცოდა რა. და მე მიყარ-მოყარა ფული და წავიდა თავ ჩამორხჩო რა. ცოდვა არის, ცოდვა ესეთი ადამიანი. მე ვარ ვიყო მორწმუნე ადამიანი, ახლა ქრისტიანი. მართლა მას დავაბრალებდი და ყველაფერს გავაკეთებდი და კარგად დავბეგვავდი რა. ფაქტობრივად იქამდე გაგიკეთეთ ბატონო სიკეთე, სანამ რაღაცას ელოდა და როცა უკვე მიხვდა რომ არანაირი კავშირი აღარ ექნებოდა თქვენთან, მე უკვე გაბოროტდა, ხო ესეა? ხო, რა თქმა უნდა, თან კიდევ ანოტიოზური პიროვნება იყო თურქებს საქონელი გაართვა ტყავის ისენი, წაიღო მოსკოვში გამიგე და $30,000 გადააგდო. მე მაგას ეძებდნენ და თურქებს უთხრა ფული რეზოსთან მივიტანე, ხო მოგიყევი ეგა, თვითონ დაიმალა და გაიქცა. ეს ღმერთმა გააკეთა რომ ესეთი ტიპი იქ მომაშორა, თორე ეს როგორ არ მოგოსმენებდა რა ეგეთი ტიპები, ჩაგიშლის საქმეს, სატანა აკეთებს ამას. ისე როგორ შევხედე ბატონო რეზო, მოგესალმებით, ისე როგორ შევხედე. მაგ ადამიანის საქციელს სიგიჟემდე უყვარხართ ბატონო რეზო. არა, ეგ ნამდვილად ეგრეა, კი, ნამდვილად ეგრეა. მხოლოდ გაუკუღმართებული სიყვარულია, დავარქვათ ესე. იმიტომ რომ ორი რაღაცა აქ ადამიანს, სიყვარული სიძულვილი. აი, ეს არის როტანჯავ შოპენჰაუერთან ნებელობა, აი ნებელობა ორი მასშტაბი, ესე გაუკუღმართებული ურთიერთობა ეს. და ეგ სიყვარული სატანურია. კი არის სიყვარული, მაგრამ სატანურია. კი, ნამდვილად ეგრეა. ვიცი, ჩემზე კარგად ვიცი. ამიტომ არის რომ ხანდახან რაღაცა სიბრალული წწნობაში ამოდის, მაგრამ რა არის, იცი? ხალხიცეც ბრალი არის ახლა, ალბათ ღმერთმა დაუშვა ეგა. მიტმაცნებული ხალხი მოშორდება.
ჩვენ ლაპარაკია, ნუ მოისმენ, რა პრობლემაა? ბიბლია წაიკითხე, მე ნუ მომისმენ, კაცო. ბიბლიის ეს მიდის, ვიხილავთ ბიბლიას და სექტა რა სექტა არის? მე რა, თუ სექტა არის, მოისმენე კარგად და ამხილე სექტა. მართლმადიდებელი არა ვარ. მე ვიძახი რომ მართლმადიდებელი. არა ვარ, მართლმადიდებელი არც უკრებ ხოლმე. ყველა მართლმადიდებელი ჯოჯოხეთის კანდიდატურაა. ყველა მართლმადიდებელი, მრევლიც და მღვდელიც და ეს მე ჩემი ახირება კი არ არის. ახთო წელი წავიკითხე და მეც ვიყავი მართლმადიდებელი და ჩემიანებიც და ვინ არისო. და ვინ ჩემიანია და გაიგო დისტანცირება მოახდინა, დიშვილი იქნება, ძმიშვილი თუ ძმა და დისტანცირება და განარჩენი ახლა მე რა ისო, არა ხა შენი არჩევანია ეგა. მე კიდე ვიტყვი რომ მართლმადიდებლობა არის კერპთაყვანისმცემლობა, ეს ქრისტიანობის დამახინჯებაა და ამის შედეგი არის ის უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავზე, მას მერე რაც ეს აღორძინდა. მანამდე ათეისტურ ქვეყანაში ქვეყანა ძალიან გამართული იყო, სიყვარული იყო, იზრდებოდა და 4 მილიონი ქართველი იყო. ეხლა დაქცეულია ქვეყანა, გაქცეულია, ოჯახები დანგრეულია. დანგრეულია ოჯახები, კაცო, მიუხედავად ამისა, ვითომ ყველა მონათლულია და მეტი არგუმენტი მე არა მაქვს და რა ვქნა, კაცო, მე ვერ გავიგე, ჩემ ბრალი ეგა. გავყურო ქვეყანას, ავდეგი და გამოვერიდე რა, არაფერი არ გამოვა მანდ მეთქი რა. ვისაც უნდა წამოყვა, მარტო ვერ წავალდა ერთიან და ერთიანი ძალით მართლა ყველა გადმოვიდა რა. ახლა ამის მერე დაიფანტნენ, ზოგი იქ არის, ზოგი აქ არის, ზოგი მანდარი და მოდი არის და მშობლებთანაც არის, ყველა ძალიან ბევრი მშობლები გარდაეცვალა. რაღაც მშობლები თვითონ არიან ახლა მაგზაზე დგანან. 60 წლის ხალხია, 65-60 წლის ხალხია. გავიდა წლები რა. არა, მოკლედ გადაირევით ისე რა. ხო, ასე რომ ჩვენამდე კიდე ისინი წავიდნენ, ხო, ავსტრალიაში სპარტაკი აგერო იყო, ის 90-ში წავიდა, კიდე საბჭოთა კავშირი იყო, მოწყდა დაითესა რა. კალაზე არ ჩასულა საქართველოში, იქ არის ოჯახი და ყველაფერი არის აგერა. რამდენი წლის 24 წლის ხო თუ 25-ის ხო? სპარტაკ ჩვენთან ხარ, რამდენი წლის ხარ შემიშალა? მე მგონი ესე იყავი, ხო? და 24 წლის. ხო? მაგასაკში იყო სპარტაკი რო წავიდა. მასე მე ეგ აღარ ჩასულა იმ საქართველოში რა. მისი ბინაც გაუყიდა ძმებმა როგორ მოიქცნენ რა ქართველი რა არის ე ბიჭო სახლიც გაუყიდეს თო იქნებ კაც მე არ ეკითხები გაუყიდეს ფული გადაუყარეს და იქით ეწუწუნებიან ისე რა ფული გამგვიგზავნე რა ბიჭო შენი ხო გაყიდე ჩემიც ხო გაყიდე ძმა მუთხარა და კიდე მე მართო ფულს აქ მაგის დავატირე არა ძალიან ისეთი უცნაური ერი ვართ რა მე თმა შეგვასწავლე ეს ერი და კარგია რომ გავიგე ბატონო ერთი ჩემი მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს. როდესაც წლები გავიდა, მან ვიზა მოიპოვა და საქართველოში დაბრუნება უნდა და ოჯახის წევრებს მიწერა, რომ ჩამოსვლა მინდაო რა და სად ჩამოდიხარო შენი ტახტიო, სადაც გეძინა გადავაგდეთ თუ არა. ოჯახის წევრებმა მიწერეს ეგეთი რაღაცა და ასო ჩაწყდა გული, სული, ვავიც ყველაფერი რა. ანუ მთელი ცხოვრება იმას ფიქრობდა, რომ ოდესღაც მოვიპოვებ სტატუსს და ამ სტატუსის ფონზე ოდესღაც მე შევძლებ ჩემების მონახულებას, ჩამოსვლას, რაღაც პერიოდის იქ დაყოფას და აი ესეთი პირდაპირ მოჭრითი პასუხი გადასცეს, რომ არა, სად ჩამოდიხარ, სად დაიძინებო თორე ჩამოდიო კაცო, თუ სასტუმროს აიღებო და ეს იმ ოჯახის წევრებმა უთხრეს ესეთი სიტყვები, რომლებიც ყოველთვიურად მინიმუმ $1500 იღებენ მისგან ხარდაჭერას. და, ნუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისეთი დონის დასაფიქრებელია, რომ უნდა მიხვდე თუ გონიერება გაქვს თავში, რომ ესეთი აქტივობა შეწყვიტო და შენ თავს მიხედო, მაგრამ არა ეს ისევ აგძელებს, ისევ იქ არის და ო, კაი, დივანი გადააგდეთ, ო, კაი და აგზავნის ამ თანხებს ისევ რა. ხო, ასე რომ ესეთი ილუსტრაცია გოდიში. 2006 წელს ერთი დაბრუნდა თბილისში. დღემდე იქ არის, კანდის მოქალაქე არის და ახლა დედამის გვეგონა გაუხარდებოდა მთელი ამბავი და იცი რა უთხრა დედამისმა? რატო ჩამოხვედიო? მე არ მითქვია რომ აქ ჩამოხვედიო. მე გითხარი იქ იყავი და იქიდან ხანდახან დამელაპარაკე. მე არა და კონფლიქტში შევიდა. მართალია ეს დედა ახლა გარდაცვლილია. და მანამდე თავს იკლავდა. და აი ჩამოვედიო რა დედა. მე გითხარი რომ აქ ჩამოდიო? რა თქმა აქ რომ მოხვედიო. ხო, ეს უშუალოდ დედამისმა მითხრა მე რომ დაველაპარაკე. აქედან დაველაპარაკე დედამის. და ზღაპარს არ გიყვები. დედამისი დამელაპარაკა, აც გარდაცვლილი ქალბატონი, კარგად მიცნობდა მე. და მე არ მithქვი ამისთვის, რატო ჩამოვიდაო. აი მას დაუკავშირე ტახტის და რაღაცას.
უცნაური ადამიანისაც ვერ გაიგებ. ერთ შემთხვევაში თვითონ ყივის და მთელ აგებინებს საზოგადოებას, არიქა შვილი და გიჟდები მიყვა. ჩამოვედი მე რატო შემაცდენე? მეგონი უჩემოდ ვერძლებდი, იქნებ სპეციალურად გავაკეთე, დაგშორდი და აბა და ატეხე და ვაი შემაცდენე, ესე იგი არ გიყვარ ვარ. ჩამოვედი და მე როდის გითხარი არ ჩამოდიო და კონფლიქტის ნიადაგზე გოგო გარკვეული 6 თვით სხვასთან ცხოვრობდა მე დედას დაშორდა იქ თბილისში. მე კოვიდის გადაყვა საწყალი თავი და ახლა ამ თავისუფლად იმდენად თვითონ არის ახლა იქ და იქ ცხოვრობს. კაც მოქალაქეა. და არის იქ. ხო. ასე რომ რას არ გაიგებ და როგორი კურიოზები არ არის ცხოვრებაში, იცით? ტახტი გადააგდეს ახლა ტახტი იცი რა არის? სანამ ეს ფულს უგზავნის იქა, რა თქმა უნდა, იმათთვის ეს მაგარი რამეა და რო ჩავა იქა, იცი? არ მოეწონებათ, გაუცხოება ხო ხდება. ამიტომ სხვას კი არ უნდა უგზავნო ფული. შენთვის უნდა შექმნა ეკონომიკა. ეგ არის სიჭკვიანი და თუ ვისაც დახმარება უნდა, ამასაც მოზომლად უნდა. უნდა იცოდე ვის ეხმარები და რატომ. თან შენ კი არ უნდა შეხვიდე როგორც ღმერთი. შენ ეხმარები, იმიტომ რომ ღმერთმა გითხრა ესე და თანაც დახმარება არ არის, გაზარმაცება. ფეხზე აყენებ. მე მიდი, წადი. ინვალიდი თუა და აპატრონე რა ყავს, ხوار გადააგდებ კაცს, ხო, გაიხდი მიცემ. და ჩვენთან ბევრმა მაგარი დარტყმა მიიღო, ქალბატონი, რომელიც ამერიკაში გარდაიცვალა. საბერძნეთში იმუშავა, მოკლედ ძალიან კარგი ხალი იყო, ხო? ყველაფერი გააკეთა, რომ ერთი ბიჭი ფეხზე დააყენა, სახლი უყიდა, მეორე ბიჭი რის ხარჯზე? გაახედლელი იყო საბერძნეთში. და დაგველაპარაკა, მე ეხლა დავამთავრეთ, მიდივარ საქართველოში, ამთავრებ საბერძნეთსო. ჩავიდა საქართველოში. არავინ არ გაიკარა. ჩხუბი დაუწყეს მესამე ვაჟი, აი მას მეტი მიეცი, მე არაო. რადგან და წამოვიდა საბერძნეთიდან იქიდან ამერიკაში. ხო და თან 70 წლის ქალია უკვე, იცი? სულიად გაუცხოებული იყო, აღარ შვილი. მათ არ ჭირდებოდათ ბებია და დედა, რომელსაც უკვე იცი რა არის, აღარაფერი აღარ შემოგე, აქ უნდა დამიჯდე აქა. რა სიყვარულია. ნაწყენი წამოვიდა, მაგრამ ვითარცა ქრისტიანი ახლა მაგას ხო არ იტყოდა ახლა და ხო ვიცით და გააგრძელა ესე მუშაობა მოხუცთან და ამერიკელი მოხუცთან დადიოდა და ერთ-ჩვენი დღეს დაწვა და აღარ გაიღვიცა. მე გადაასვენეს. ხო მითხარით, ის შვილები, ტყენ შვილები ვართ, ხო? ამ კალმა საწყალმა სხვისთვის იმუშავა. ეს თავისთვის არ იყო. და სახლიც იყიდა, ამერიკაში და წაპირებდა ცალკე თავისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი იმას აკლა. და როგორც კი სახდა აი წავალ ეხლა და დავამთავრო და აღარაცალა ღმერთმა იცოდა გაიხმო ღმერთმა ტკბილად გადაიყვანა იქით იცი არც იწვალა არაფერი დაიძინა და აღარ გაიღვიცა ჯამთელი იყო კაცო ხო აი დაიძინა აღარ გაიღვიცა ნუ და ბინაკი ატყდებოდა იქ ხლა ვისია და როგორ არის არ ეღირცა იმ ბინაში შესვლა თორე ღმერთმა იცოდა რომ იქ შეიძლება ისე წასულიყო ამის საქმე რომ შეიძლება ღმერთიც კი დაეგმო ბევრი ხო ღმერთს გამოვის რაღაცა რო ისეთ იმას ჩავარდება და ეგ არ უნდა და მაგალითად ღმერთს სატანას რო იობს ღმერთი დაეგმო აკიცოლიც ეუნება დაგმე და დაისვენეო რა არა რას ლაპარაკობო რა თუ სიკეთე გვინდა იმისგან რა ტანჯვა არ უნდა მივიღოთ ყველაფერიო ეგ არის ხო იობის მთელი და არსი და ღმერთმა ნახეთ ვითარცა საყვარელი მისი შვილი და ბიბლია უყვარდა და ქრისტიანობა იმ ქალს რუსულენოვანი იყო, ქართულიც კარგად იცოდა და ძალიან ისეთ ტკბილი მოხუცებული იყო, იცი და ჩვენთან ხარობდა, იცი. არაფერი მისგან თუდი და უზდელური არ მომისმენია რა, სულ ხარში გვეთდა. და რა როგორ აი მართლა ინატრებს ესე გარდაცვალებას ადამიანს ხვის ხელში არ ჩავარდა. განსაკუთრებით მძიმეა მოსავლელი რო ხდები შენი შვილების და რძლების ხელით, რომელსაც შენ არ უყვარხარ უკვე და ზედმეტი ხარ რა. აი ესე მოექცა ღმერთი და როგორ ფიქრობთ, უმადურად მოექცა? ღმერთმა უფრო არცის. როდის გაიხმოს ადამიანი? და იმათ დედა ეტირებათ. იმათ ხო არაფერი თავისით არ მოუპოვებიათ. ეს ყველაფერი იმ ქალმა გააკეთა. შვილების ქმარ დაქრუებულმა ქმარი გარდაეცვალა და ოჯახის ისა მანითავა ამ ქალმა თავისი ყმაწვილი ქალობა შვილებს შეწირა გამიგედა. გარკვეული გაგებით ეგ არაქრისტიანულია, შენ ხო ღმერთი არ ახარ. ეს ხო დათური სამსახურია. ჩვენ დახმარებაც არის ის ქართველებმა. არა და მე საყვედროთ, მე ვიბოღმებით. არ იცი რომ ეს არასწორია ესე მიდგომა, მუტრუკ ბიჭებს რა დახმარება უნდა. ხო, გააზარმაც ეს შენ, გააზარმაც. ერთელი ამერიკაში ტრაქზე მუშაობს, ხო, და რაიდერს ატარებს. მოგდა კაცი მუშაობით კაცო.
ხო, მთელი 20 წელიწადში როგორც იქნა მოქალაქე გახდა. ამ სიბერეში 60 გადაცილებულია, ხო? და ჩავიდა ახლა თბილისში, ჩავიდა, მოუწყვა ერთი გოგო, ერთი შვილი, მეორე შვილი, ყველაფერი მანქანები უყიდა, ყველა ეს არა, ეს მანქანაში ცხოვრობს. ყველაფერი იქით ჩავიდა. ჩავიდა, გადახედა, გადმოხედა, ახლა უნდა რომ შვილი გადაიყვანოს და შენ დაჯეგი, ხელად გააგრძელე მუშაობა ჩემ ადგილზე. ვარი თქვა შვილმა. ძაწყალ შემოაგდა ფული, გარემ არაფერს არ აკეთებს. ღლავებით პირი დაუბრჯეთ, ისევ ჩამოსულა, გავიგე აქ საწყალი რა. ხო, მithumetas ოპერაცია გადატანელი, ხო? რა ქვეყანა ვართ ისე და ამ კაცს ეს სიამოვნებს, რომ შენ ღმერთი ხარ, რო გააზარმაცე ის ხალხი. ასკდებათ კუნთები. ხო, ყველაფერი, ატაობენ და წამოპლაკულიერენ დროს ატარებენ. შენ რატო ეწირები მაგას, ვინ გითხარ რა? ეს რა დახმარება, ეს რა სიყვარულია. მსგავსი რამე არაა დასავლურ ცნობიერებაში. ასე არც გერმანელების დიან შვილებს და არც ამერიკელები რო იცოდეთ. რომელია სწორი? ის არის სწორი, ვინც ქრისტიანობაზე დააფუძნა და ესენი უფრო ახლოს იყვნენ, პროტესტანტები უფრო ახლოს არიან, ბოლო-ბოლო პროტესტანტები ბიბლიას მაინც კითხულობენ და ეს მართლმადიდებლები და კათოლიკები ბიბლია მაგათთან რა ვიცი როგორ არის, იცი? გზასაცდენლები არიან. ესე რომ ბევრი ისტორიებია ჩვენ წინ და ამას ალბათ ღმერთი გვილაგებს, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენც დავფიქრდეთ, რაღაცა გავიაზროთ, როგორი მშობლები ვართ, რა არის ჩვენი მოვალეობა. ხო, ეს სიყვარული როგორია, ვინ უნდა გვიყვარდეს? პირველ მცნებაში არც შვილის სიყვარული წერია, არც ცოლის, არც ხმარის. პირველ მცნებაში ღმერთის სიყვარულია. და 10 მცნებიდან შვილის სიყვარული არცად არ წერია. არის მეხუთე მცნებიდან პატივისცემა მშობლების. ასევე მშობლების ეუბნება ახალი აღთქმა, შვილები არ გააღიზიანოთ. არ ვაქცევთ ყურადღებას ამას რა. ხო, იმიტომ ჩვენ რო დავიწყებთ ამაზე მუშაობა რა, ის კი არა რაღაც გამორჩენის თვალსაზრისით კი არა, გამოსწორდეს ჩვენი მდგომარეობა და ყოფიერება შევცვალოთ და სწორი დამოკიდებულება გქონდეს ახლობლებთან, ცოლთან, შვილთან და ქვეყანასთან. თორე დავასრულებთ ჩვენ ცხოვრებას და სად წავალთ, როგორ წავალთ, ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. თორე ეს ეხლა ესე ვარ და ხვალე მიფიქროს ხვალისა. ეს იცი რა, არასწორად არის გაგებული. ამას ხო ბიბლიდან იღებენ, ახალი აღთქმიდან. როგორ უღმა არის გაგებული, ხო? სუფრა რო ქონდა გაშლილი შიოს და 18-იანი რო დავარქვი იქა და ხტელები და იძახის რომ მოაქვს ციტატა. აი არის ფიქრობ საჭმელზე, სასმელზე. გამიგეთი, ფიქრო შენ რო გდიხარ და სუფრაზე დაყრილია, დახვევებული ეს ამ გაღატაკებულ ხალხს ამ აი ასე გაიგო მაგან ესა. თუ ქრისტემ ესა თქვა საჭმელი არის ის მოშიებულ ხალხს აჭმევდა და ასმევდა. ხო, ხუთი პურისა და ორი თევზის ამბავი ხო შეწერილია, იქ ხო მოშივდა ადამიანებს. ნახეთ რა გააკეთა. ძალიან ბევრი დაძლებდა, იმიტომ რომ პური აჭამა რა და ამხილა თქვენ იმიტომ დავდებთ რომ პური გაჭამეთო? უცნაურია ესე. ნახეთ რა თქვა იმ შიომ, რომლის ვიდეო ჩანაწერიც გავრცელებულია. კი არ ფიქრობენ რას ბოდიალობენ. სკდებიან თვითონ და იცი რა არის ფიქრობთ რა საჭმელი, საცმელი არ არის პრობლემა, ეგ იშტი. ეს ყარაფერს არ აკეთებს, მუხტახურა არის. მთელი მობდლები საერთოდ საქართველოს არის მუხტახურები. ჭამენ, სვამენ, არაფერს არ იკლებენ. სხვა საშიმშილებენ, თვითონ სკდებიან. რომელი მღვდელი სიმშილობს ახლა გონია თქვენ მართლა მარხულობენ მღვდლები? შიოს რამე ეთყობა რა ეს იმარხულებს არ შეჭამს არ სამარხულო საჭმელები ეს მარხვა? მოსე რა სამარხულო საჭმელებით ადიოდა სინაის მთაზე? ტიკჭორა აქონდა იქა თუ ხმიადი პურები თუ რა? ბიბლიაში 40 დღე არც წყალი დაულევია და არც საჭმელი უჭამია იესო ქრისტეს. ხო და ამას თავისი თეოლოგიური ახსნა აქვს. და ეს არ არის დოქტრინა, რომ თქვენც ესე უნდა გააკეთოთ. და არის არავინ არაფერი და ადგენენ და რო აღარ აკეთებენ სამარხულო საჭმელები. აბა ნაკურთხი საჭმელი და ამას ქვია მარხვა. და სარევი და გეთილი. მოусმინეთ გუში რო ჩააგდო მარი. ომარ თქვენ ხარ მოგისმენიათ? აი ეს რადიო ინსცენირება. ან ადრე ან ეხლა რო ჩავაგდეთ. გესმის ომარ? რადიო ინსცენირება მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ ბატონო რეზო, მე მოსმენილი მაქვს ადრე რადიო ინსცენირება. ხო, ადრე ჩვენ ხო განვიხილეთ ეგა და ვინც ბატონ გივის არ ქონია და თან კიდე რეჟისორის გადაამდგმულია ვინც რომელი რეჟისორის კიდე მასთან მუშაობდა და აქეთ ზურა კანდელაკის ხო და
ინსცენირების ავტორი ქალი არის, მაგრამ კარგად არის ინსცენირება, კარგად არის ამოღებული და კარგად არის გააზრებული, იცით? აგერ ნოველის სახითაც, აგერ კლასიკომაც იმუშავა დავდებთ ამას და მე მოისმინე წაიკითხავ წიგნის აღწერაც არის იქა და მთელი რიგი რაღაცებია დეტალები. ხო, მოსმენილი გაქვს და ის ტურები და არაბები მოისმინეთ კაფკას 19 წუთიანის არის, ხო? თუ მოისმინეთ, ან თუ წაიკითხეთ, ვისაც წიგნი არ წაიკითხავ და ვისაც არა წაკითხულს მოისმენთ, აუდიო წიგნი იგივე არის მოსმენის რეჟიმში, ვინც მუშაობს. ეგ არ მოგისმენიათ? ეგ უცნაური ნოველა არის, რო იცოდეთ და საინტერესოა, გუშინ ბატონმა დავითმა კი თავის დაბეჭდილება დააფიქსირა და აღნიშნა ის, რომ ეს არ არის ისე ჩვეულებრივად, რომ აღიქვა რა, ადრე ესეთი ემპირიული ნაწარმოებები საბჭოთა წიგნებს რო წაიკითხავდა და არც ფიქრობდა. ხო და აღნიშნა კიდევაც ეგ. თქვენ მოისმინეთ? ტურები და არაბები. მოგესალმებით. მოგესალმები ნანა, ხო? ნანა, თქვენ ბრძანდებით, თქვენ მეშლება. დიახ, ნანა, დიახ. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მოვისმინე ტურები და არაბები და სიმართლე რო გითხრათ, მოვისმინე 4ჯერ. და ნამდვილად არ იყო ესეთი ადვილად აღქმადი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ იყო ეს ჩვეულებრივი რაღაცა მართლა ნოველა, რომელსაც გადაიკითხავ და უცებ ყველაფერს გაიგებ, ნამდვილად მე მაგალითად დამჭირდა რამდენჯერმე კარგად მოსმენა, რომ აი ზუსტად აღთაუბარი ნამდვილად ცოცხალ ტურებზე, ხო? და შემიძლია რამდენიმე სიტყვით ჩემი შთაბეჭდილება გაგაცნოთ. დიახ, რაც შევიდნი რომ გამეგო. დიახ. ეხლა თავს ვერ დავდებ ნამდვილად რომ სწორად აღვიქვი, მაგრამ რაც გავიგე იმას ნამდვილად ესე იგი ეს ევროპელი ადამიანი, რომელიც მოგზაურობდა უდაბნოში, რომ ეს აღმოჩნდა ამ ტურების გარემოცვაში, ალეგორიულად რა თქმა უნდა და როგორ ეს ტურები ჩემთვის მაგალითად იყვნენ ის ადამიანების პიროვნებები, ვისაც ყავთ დამპყრობლები, ვისაც ყავთ ბატონები, არ შეუძლიათ მათ რომ თავად გათავისუფლდნენ ამ ბატონყმური ყოფისგან, როგორც ეხლა ის ტურები რო ახასიათებდნენ ამ არაბებს, ხო, ესეთი ეპითეტებით რომ ამკობდნენ, რომ ეს ბინძურია მათი თეთრი, ბინძურია მათი შავი, მათი წვერი, ბინძურია და ასე შემდეგ. და სთავაზობდნენ ამ ახალგაზრდა მოგზაურს რაღაცა დაჟანგებულ მაკრატელს, ესე იგი საბრძოლო იარაღად მათი აღქმით, რომელსაც არაფერი არ შეუძლია, იმიტომ რომ უმოქმედობისგან არის დაჟანგებული, დაძველებული, რომ მოდი და გადაგვარჩინე. იმიტომ რომ შენ ეს შეგიძლია, აი ეს ჩვენი იარაღი და მოდი და გვიშველე. და რა გამოვიდა, ესე იგი ამ მტერთან მათ შებმა არ შეუძლიათ, მაგრამ სიძულვილი აქვთ ძალიან დიდი და ეძებენ მხსნელს, რომელიც გათავისუფლებს ამ არაბელი დამპყრობლებისგან, ხო? მაგრამ რა გამოვიდა, როგორც კი ლეშის სუნი იგრძნეს, როგორც კი ეს ხორცის სუნი იგრძნეს, სულ დაავიწყდათ ეს მათი ბატონყმობა და მივარდნენ ამ ლეშს და დაიწყეს ჭამა. აი, ჩემთვის იყო რაღაცა, აი, სიმართლე რო გითხრათ, რაღაცნაირად შევადარე საქართველოს და რუსეთის ამბავს. შეიძლება ეხლა ეს აბსურდულიც იყო, საუბრობ მადრავე. მაგრამ აი ჩვენც რო ესე ვართ, ვანძღავთ ამ ჩვენს დამპყრობელს, მათ ინტელექტსაც უწუნებთ, ყველაფერს უწუნებთ, მაგრამ ფაქტიურად ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, ხო? რუსეთი, რომელიც ერთი ხელით გვაჭმევს და მეორე ხელით მათრახს გვირტყავს, როცა უნდა და როგორც უნდა. და ეს ტურებიც ესე იყვნენ, ხო? არაბი მოვიდა, წამოარტყა მათრახი და დაატოვებინა ეს აქლემის ლეში და თან ესე როგორ დაცინვით ამბობდნენ, რომ ესენი ჩვენი ძაღლები არიან, თქვენს ძაღლებს ჯობიან. და როგორ ესეთი ირონიული ის იყო მათი მხრიდან. აი ეს დავინახე, რომ აი ეს ქვეყანა იქნება თუ ადამიანები იქნებიან თუ მდგომარეობა თუ არ ვიცი, რაღაცა კრება,
რო ყავს შენ ისეთი დამპყრობელი, ვისგანაც ვერ თავისუფლდები თან, მასზე ხარ მთლიანად დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს ასევე ჩემთვის მაგალითად როგორც ეშმაკზე დამოკიდებულება, ხო თან გვთავაზობს რაღაცა ლამაზ ნივთებს, ლამაზ რაღაცებს და ვერ ვამბობთ უარს ჩვენ ამ მიწიერ ყოფაზე, ამ მიწიერ რაღაცებზე და თან ამავე დროს გვაწამებს, გვაწვალებს, არ გვიშვებს და ჩვენც არ გვაქვს იმ ხელა ძალა, რომ ამ ყველაფრისგან გავთავისუფლდეთ და ხსნელს ვეძებთ. რა თქმა უნდა, არასწორ ხსნელს ვეძებთ, მაგრამ ხო გვჭირდება ჩვენ ხსნელი და ამ ტურებმაც ეს მოგზაური იყო, ეს ადამიანი თუ ზუსტად ვინ იყო, არ ვიცი. აი ხსნელი დაინახეს და თან ისეთი აი ჩვენი დედებიც გელოდებოდნენ და იმათი დედები და იმათი დედები გელოდებოდნენ, როდის მოხვიდოდი და თან როგორ აქებენ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, საზრიანი ხართ და ასე შემდეგ. რაღაცნაირად მე აი ამ ეპითეტებს რო ვუსმენდი, აი ტურები როგორც ახასიათებენ ამ არაბებს, რაღაცნაირად ამომიტივტივ და ალბათ არის შეიძლება არც იყოს სწორი და თქვენ ამას შემისწორებთ, რა თქმა უნდა და მადლობელი ვიქნები. უცებ გამახსენდა რუსი მეტლეს დახასიათება მგზავრის წერილებიდან ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებიდან როგორ ახასიათებს ილია ჭავჭავაძეს მაგა ბურძგნული პირდაუბანელი ეს ესა თავი მხრებში ჩარგული უსუფთაო და იმდროინდელი რუსეთის დახასიათება იყო ფაქტობრივად ეს, ხო? აი რაღაც მე ამას დაუკავშირე ეს რა თქმა უნდა ჩემი აღქმა არის და რაღაცნაირად დამთრგუნველი იყო, იცით? იმიტომაც მოусმინე რამდენჯერმე, რომ აი სწორად მინდა და გამეგო. და ძალიან მადლობელი ვარ, რომ თქვენგან ზოგადად ეს კაფკას პატარა მოთხრობები და ნოველები მე თქვენგან გავიგე, მანამდე არც როგორც ავტორს არ ვიცნობდი და მადლობელი ვარ, რომ აი პერიოდულად ესეთ მასალას გვაწვდის. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი შეიძლება სწორად არ ვიცოდე, მაგრამ აი ჩემთვის ძალიან კარგი იყო, საზროვნო იყო. აი რაღაცა ის ხო ჭირდება ტვინსაც თავისი საკვები და თქვენ იმდენ რაღაცას დებთ ხოლმე ესეც საინტერესოს და აუცილებელს, რომ აი ძალიან ბედნიერი ვიყავ, ერთი სული მქონდა, როდის ამის განხილვა იქნებოდა. აი ჯერჯერობით მეტის თქმა არ შემიძლია. ასევე მოვусმინე რადიო ინსცენირებასაც და ცრემლებისა და ემოციების გარეშე ვერ აღვიქვი და ამას მე შემდგომ თუ იქნება განხილვა, შემიძლია 1-2 სიტყვა ამაზეც თქვა. ამჯერად სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა. ხო, ხალხალანო. ოჩახ, კარგად დაგინახიათ, ხო? ძალიან ესეთი იმით, ხო, ყოველ შემთხვევაში გონება ამუშავდა და ეგ არის მთავარი. თორე ლიტერატურული ნაწარმოები ერთ ფორმულირებას არ გამოხატავს, ფორმულირება მაგას არ აქვს. თავარია როგორ გაშლით თქვენ და როგორ რა იმას ნაყოფს გამოიღებს თქვენში გამიგეთ და ამხრივ ძალიან კარგი. ოჩახ, კარგი აქცენტები დავინახეთ თქვენ იმაში, ხო და ინტერესოა სხვები ორ აღიქვამენ ამას და ერთიანი აზრით მე რაღაც გარკვეული სინთეზირებას მოვახდენთ, როცა ვისმენთ ამას. ესე მაინც ლიტერატურული ნაწარმოები ცოტა სხვა კატეგორიებით უნდა მიუდგეთ ამას და სიფრთხეები არის. თან უნდა გავიგოთ რომელი მწერალია, ჩვენ რა მეთოდია, რა სტილია და რა ინფორმაციაა ლიტერატურა სიტყვა არის, ხო სიტყვას ძალა აქვს და კარგად ხატავს რა. ესე ჯერი მწერალია ისე არ გინდა თავში ესეთი აზრები გქონდეს, დაინახო მოვლენები და მე მის თავში მოხდეს მისი ტრანსფორმირება და გადაიტანო ხახავზე, ხო? ძალიან ესეთი მაგარია. კაფკა უცნაური მწერალია, რო იცოდეთ, ძალიან ცხოვრებისეული, ეგზისტენციალური და ჩაგახედებს აი საკუთარ თავში. ხო. და მაგალითად ხელს მით უმეტეს გვიადვილდება, როცა უკვე ბიბლია ვიცით ჩვენ, ღმერთი რო სამყაროს შემოქმედია და ცოდვილი ბუნებას რა აწვალებს და რა აწუხებს და ცოდვილი სამყაროში ადამიანები პროფესიებით როგორ ერთმანეთს ხდებიან, ზოგი ამ პროფესიით ტრაბახობს. ძალიან კარგი თქალტოლო ნანო. ხო, ახლა ნანა ვთქვი შემეშალა გერმანიიდან ნანო სახელები რა ანსე ნანო და ნანო. კი. ახლა დაგემშვიდობებით დიდი სიყვარული. აბა მაგრამ დავით ყველა, დიდი მადლობა სულ ყველას. გაიხარეთ.